მოგესალმებით ყველას, ბედნიერების ფონდი დღევანდელი ვებინარით აგრძელებს ადამიანის უმთავრესი ღირებულების, ბედნიერების გავრცელებას და აქედან გამომდინარე ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების მხარდაჭერას. დღეს ჩვენი სპიკერი არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილია. მამა დოროთე კვლავ არის ფონდის და იმ ადამიანების გვერდით, ვისთვისაც ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ვებინარის თემა ეხმაურება დღევანდელ რეალობას და ნებისმიერი სისასტიკე, ძალადობა და ზიანი ადამიანის მიმართ, რომ დანაშაულია, არაადამიანურია და ერთიანობის გაწყვეტა ღმერთთან, აგრესიის, სიძულვილის, უმეცრების, დაუნდობლობის, ასე ვთქვათ, სიბნელეში დაკარგვა და ეს ბუნებრივია და ამას ახსნა არც სჭირდება, ამის ახსნა ადამიანს, მაგრამ რეალობა გვიჩვენებს, რომ აბსოლუტურად ეს ყველაფერი ასახსნელია. ამიტომ ამ სიბნელეში როგორ დავინახოთ ნათელი და ნათელში ერთმანეთი, როგორ გამოვამჟღავნოთ ადამიანობა, როგორ არ ვიქცეთ ერთმანეთის, ასე ვთქვათ, მკვლელებად, კონტროლიორებად, გამკიცხვალ განსჯელად, როგორ გვიყვარდეს ისე, რომ სიტყვით გამოხატული სიყვარული ქცევისას მამლის სამყებელში არ განგვიქარდეს და როგორ გავიგოთ ხმაურში ღმერთის ხმა და რა უპასუხოთ ღმერთს, როცა გვეკითხება სად ვართ, რად ვიქეცით და როგორ ვექცევით ჩვენს ძმას, ანუ ადამიანებს გარშემო და გვაქვს კი სიყვარულის, ასე ვთქვათ, უნარი და ადამ სად ხარ, კაინ სად არის შენი ძმა, პეტრე გიყვარვარ, აი ამაზე ვისაუბრებთ და გვესაუბრება დღეს მამა დოროთე და რადგან ასე ვთქვათ იწერება ეს ყველაფერი, ჩვენ შეგვიძლია ასე ვთქვათ ბოლოს, ვებინარის ბოლოს დაუსვათ მამაოს კითხვები და მივიღოთ მათზე პასუხები. მოგესალმებით მამა დოროთე კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით ჩვენთან ყოფნისთვის და გისმენთ. მადლობა თქვენ და დაგლოცოთ ყველა, ვინც მონაწილეობთ და ვინც გვისმენს დღეს. ნამდვილად მომეწონა თქვენი შესავალი. ნამდვილად რთული დროა. კაენ სად არის შენი ძმა? მოდი ამით დავიწყებ. ძალიან საინტერესო განმარტებას ამბობს ეფრემ ასური. როდესაც კაენმა და აბელმა მსხვერპლი შეწირა და კაენის მსხვერპლი რომ არ შეიწირა და აბელის მსხვერპლი შეიწირა ღმერთმა, ამას ხედავდნენ მისი მშობლები, დეები და კაენს ძალიან ეწყინა რომ შერცხვა კაცთა წინაშე და ძმას უთხრა წავიდეთო ველზე. მაშინ ადამიანები გორაკებზე ცხოვრობდნენ და ველზე რო წავიდნენ, მოკლა კაენმა აბელი. და როცა სახლში დაბრუნდა, როგორც ეფრემ ასური ამბობს, იქ არაფერი არ წერია, სახლში დაბრუნებულმა თავისი და წაიყვანა და წავიდა. მაგრამ ღმერთი რატომ მივიდა და რატომ მოთხოვა პასუხი კაენს? აი ამაზე კითხვა ებადებათ მამებს და ეფრემ ასურის განმარტება მომეწონა ძალიან, რომ ეტყობა კაენმა თავისი მშობლები მოატყუაო. და ესე უთხრაო, თქვენ რო ხო ნახეთო მისი მსხვერპლი რო შეიწირაო ღმერთმა და ღმერთმა წაიყვანაო და დამალაო ის, რომ მან ის ძმა მოკლაო. და როცა ღმერთმა ნახაო, რომ არავინ იყო მომკითხველიო, ამიტომ მიდისო კაენთან და ეუბნებაო, რომ რატო მოკალი შენი ძმა, სად არის შენი ძმა, ეუბნება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ღმერთმა ჩვენ დაგვადგინა კაცობრიობა დაადგინა იმისთვის, რომ უსამართლობაზე თვითონ იმან, ვისაც ევალება სამართალი, მან უნდა მოთხოვოს პასუხი უსამართლობის ჩანდებს. და როცა ეს ასე არ ხდება, აი მაშინ უკვე იწყებს ღმერთი მოქმედებას და მერე ღმერთი მოთხოვს პასუხს იმას, ვინც ბოროტებას ჩადის.
რაც შეეხება რატომ არ შეიწირა კაენის მსხვერპლი. არის სხვადასხვა განმარტებები, ზოგი ამბობს, რომ ეს მსხვერპლი არ იყო შერჩეული, კარგი, მაგრამ ვიცი ჩვენ, რომ ღმერთი არც ერთ მსხვერპლს თვითონ არ ღებულობს. მაშინ რატო არ შეიწირა? იმიტომ არ შეიწირა, რომ ღმერთმა იცოდა ის, რომ მისი ძმის მოკლა შეეძლო მას. მას შეეძლო მისი სული ისე იყო განწყობილი, რომ მას ძმის მოკლა შეეძლო და მის მსხვერპლს არ იწირავს, ასეთის მსხვერპლს არ იწირავს ღმერთი, რაც არ უნდა გააკეთოს. რაც არ უნდა დიდი საქმე გააკეთოს, არ იწირავს და მასთან არ არის ღმერთი. ესეც ერთ-ერთი ესეთი განმარტება. რაც შეეხება მეორე საკითხს, ადამს ადახარ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. არსებობს ფილოსოფიური, თუმცა ეს არ არის სუფთად ფილოსოფიური, ეს არის მაშინდელი აღმოსავლური რელიგიაზე დაყრდნობით ნათქვამი, შეიცან თავი შენი. და ხშირად აი შეიცან თავი შენი და ადამს ადახარ, ამას ამსგავსებენ ერთმანეთს, მაგრამ ეს არ არის სწორი. აგიხსნით პირველ რიგში რას ნიშნავს, რა შინაარსი იდებოდა შეიცან თავი შენიში. ძველი რელიგიის მიმდევრები და დღესაც ბევრი არიან ესეთები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ადამიანის სიკვდილის დროს ადამიანის სული გადიოდა საზვერეებს. მათი გაგებით, საზვერეები ჩვენი გაგებით თუ ცოდვისგან პასუხის მოთხოვნაა და ასე შემდეგ, მათი გაგებით ესე არ იყო, მათი გაგებით იყო, რომ საზვერეებზე სული ღებულობდა ცოდნას. და ეს სული როცა ხელახლა დაიბადებოდა ამ ქვეყნად, მას ცოდნა ჰქონდა საკუთარ თავში. და როცა პლატონი თუ სოკრატე ამბობს, რომ შეიცან თავი შენი, ანუ სოკრატეს ესე მაგალითიც მოყავს ერთ-ერთ მონას ეძახის და ოთხკუთხედს ახაზინებს და მერე უკვე სხვა ფიგურებს ვერ ხაზავს. და ის ამბობს, რომ აი ამას არ ქონია შეხება ამ იმასთან გეომეტრიულ ფიგურებთან, მაგრამ მასში არის ეს ცოდნა. მასში და შეიცან თავი შენი მაგათი გაგებით ნიშნავს, რომ შენში არსებული ცოდნა შეიცნო და შენში არსებული ცოდნა მერე გამოიტანო გარეთ, მაგრამ ეს ჩვენი გაგებით არასწორია, იმიტომ რომ ადამიანში არ არის ცოდნა, ადამიანში ქრისტიანული გაგებით ადამიანში არის ცოდნის შეძენის შეთვისების ნიჭი. და როდესაც ჩვენი დედაენა იწყება აი ია, ანუ გარეთ გადის, გარედან შემოდის ცოდნა, აი ეს არის ია, სამყაროს შემეცნება, ადამიანს უთხრა დაამუშავეო. დაამუშავე ნიშნავს შეიცანი. და ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ შესაძლებელი გვაქვს გარედან, ჩვენ გარედან უნდა შევიცნოთ, გარედან უნდა განვითარდეთ, ანუ გარედან უნდა შემოვიდეს ის, რაც შიგნით ჩვენ განგვავითარებს. და ამიტომ, როდესაც ჩვენ ვამბობთ სიტყვას ადამ სად ხარ, აქ უკვე საინტერესოა, რომ ღვთის სიტყვა გვეუბნება სად ხარ. ანუ ჩვენ უნდა გავარკვიოთ არა ჩვენი თავით, არამედ ღვთის სიტყვით. ღვთის მოწოდებით უნდა გავარკვიოთ ჩვენ სად ვართ, რა მდგომარეობაში ვართ. აი, როდესაც ადამს ღმერთი ეცხადება, ადამი უკვე იმალება. და იმიტომ იმალება ადამი, რომ იცის, რომ მან ცოდვა ჩაიდირა. იცის, რომ მას მოშორდა ღვთის სიტყვა. და ამიტომ დავინახეო უფალო, რომ შენ მოხვედიო და მეო შემეშინდა და დავიმალეო. აი ეს პასუხი ადამის იყო ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც იყო ადამი, რადგან ის გაურბოდა უკვე ღმერთს, გაურბოდა ღვთის შემეცნებას და მან იცოდა, რომ უკვე ღვთის წინაშე იყო დამნაშავე. ამიტომ ამის განხილვა მრავალი გზით შეიძლება, მაგრამ ყველაზე
თავარი დღევანდელ დღეს აქტუალური ის არის, რომ ჩვენი წინაპრებისგან, ჩვენი მშობლებისგან, ჩვენი ახლო ნათესავებისგან, მასწავლებლებისგან აი მათგან ვიღებთ ცოდნას და განათლებას. და მე ხშირად მithქვამს ქადაგებაშიც და ყველგან ვისაც შევხვდები ვეუბნები, ერის წინსვლა თუ ვინმეს უნდა, მას უნდა ყავდეს განათლებული მასწავლებელი, მას უნდა ყავდეს ღვთისმიერი მასწავლებელი და მას უნდა ყავდეს სამართლიანი მოსამართლეები და მორწმუნე საზოგადოება. სამი რამ არის უმთავრესი, რაც უპავს ერს, ეს არის უსამართლო მოსამართლე, ანუ სამართალდამცველი, რომელიც არის უსამართლო, ეს არის ერის დაღუპვა. როცა მასწავლებელი განუსწავლელია, ესეც არის ერის დაღუპვა და როცა მღვდელი ურწმუნოა, ის ვინც ღვთისმსახური უნდა იყოს, ღმერთს რო არ ემსახურება. აი ეს სამი უპავს ქვეყანას და ამასთან ახლოს ვართ, მე მგონი. მესამე ჩვენი თემა იყო, მე კითხვებიც იქნება და მე გავშალოთ ეს თემები, მე მოკლედ გეტყვით. პეტრეს შესახებ გიყვარვარ თუ არაო, ეუბნება ქრისტე. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. რო გითხრათ ეხლა ეს რომ ფართოდ ამოხსნილია ეს მოვლენა სახარებაში, არ იქნება მართალი, იმიტომ რომ ეს არის უდიდესი მოვლენა, უმძიმესიც, უდიდესიც, როცა პეტრემ თქვა არ ვიცნობ მაგ კაცს. დააკვირდით როგორი რაღაცა არის. პეტრე არის ძველი აღთქმის ადამიანი და ყველა ადამიანი, ვინცაც ქრისტე კარგად არ ესმის, ყველა ღმერთს ეძებს დიდებაში. რას ნიშნავს ეს? აი პეტრემ რო უთხრა შენ ხარ ძე ცოცხალი ღმერთისა, ეს იმიტომ უთხრა რომ ხედავდა ღვთის ძალმოსილებას ქრისტეში. ძალმოსილება რასი იყო? ძალმოსილება იყო იმაში, რომ ლაზარეს უთხრა 4 დღის მკვდარს უკვე ხორციელად გახრწნილ ლაზარეს უთხრა რომ გამოდიო და ის გამოვიდა გარეთ, შეეყრული ლაზარე გამოვიდა გარეთ. ეს აოცრება, ეს უბრალოდ ჩვენ სახარებაში ვკითხულობდა, თუ დავფიქრდებით ეს აოცრება ხდება, როგორ შეიძლება სიტყვა უთხრა და 4 დღის მკვდარი, რომელიც უკვე ხრწნა დაწყებული აქვს, გარეთ გამოვიდეს. სიტყვა თქვა, მეტი არაფერი. და მიწაზე დააფურთხა, ტალახი შექმნა, თვალზე წაუსვა, წადი დაიბანეო, თვალი ჩაუდგა, თვალი აეხილა. მისი დაჭერა უნდოდა და გაიარა და გავიდა, ვერავინ ხელი ვერ ახლო. და ასე შემდეგ. ბევრი ხა ყველა სასწაულს ვერ მოვყვები, იცით სახარება წაკიკითხია და აი ამ ხელა სასწაულებს რო ახდენდა ქრისტე, ზღვას უთხრა და გაჩერდა ზღვა. ქარს უთხრა გაჩერდიო და ქარი ჩადგა. ვინ არისო ეს კითხულობენ, საოცრებაა და აი როგორ შეიძლებოდა პეტრეს ამ ძალმოსილზე არ ეთქვა, რომ შენ ხარ ცოცხალი ღმერთის ცოცხალი ძე. მაგრამ მოდის და დგება მომენტი, როცა ქრისტე ეუბნება, თქვენ ყველანი ჩემში დაბრკოლდებით, ანუ შეგეშლებათ, ეჭვი შეგეპარებათ, დაბრკოლდებით, ნიშნავს ჩემში ეჭვი შეგეპარებათ, შენ რო თქვი მე ვინავა, აი იმაში ეჭვი შეგეპარებათ. და ეს ეჭვი რატო შეეპარა პეტრეს და სხვა მოციქულებს? აქ მარტო პეტრეზეა საუბარი, მაგრამ აი ყველას შეეპარა ეჭვი და ყველა დაბრკოლდა. ეს მოხდა იმიტომ, რომ ადამიანები დიდებაში და ძალმოსილებაში ეძებენ ღმერთს. დღესაც თუ დაინახავთ მორწმუნე ხალხი აღმოჩნდა ამ ქვეყნიურად ძალმოსილი ხალხის გვერდით და დაჩაგრულების გვერდით კი არ აღმოჩნდნენ, არამედ ჩაგრულების გვერდით აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ დღესაც ბევრს გონია, რომ ღმერთი
ძალმოსილებთან, თუნდაც ამ ქვეყნიურ ძალმოსილების მქონე ადამიანებთან არის და ეს არის ტყუილი, ცდება ყველა. რადგან ქრისტიანობა არის უკვე აი ის ქრისტიანობა, როცა პეტრემ დაინახა ჯვარცმული, უფრო ჯვარცმადნი რომ მიყავდათ, რომ ცემდნენ, რომ ურთხამდნენ მაცხოვარს და მაცხოვარი ხმას არ გასცემდა. და არ ვიცნობო ამ კაცს, ანუ მე არ მინახიაო ესეთი უძლური. კი, მე ვთქვიო, რომ შენ ხარო ღმერთის ძე, მაგრამ როგორ შეიძლება ღმერთი ესეთი უძლური იყოსო? როგორ შეიძლება პასუხი არ გაცესო? ლაზარე აღადგინა და თვითონ კვდებაო. დააკვირდით, რამხელა პრობლემა დადგა, რამხელა სიბნელეში აღმოჩნდა, გონებრივ სიბნელეში პეტრე, რომელიც უმტკიცებდა, მიყვარ ხარ მე. და უყვარდა, იმიტომ რომ ძლიერი იყო. მაგრამ როცა ჯვარს აცვეს, პეტრე შეშინებულია, იმიტომ რომ დაკარგა ყოველგვარი წარმოდგენა ღმერთზე, დაკარგა ქრისტეზე ყოველგვარი წარმოდგენა. სანამ ამღდგარი ქრისტე არ იხილა და სანამ არ იხილა, რომ ქრისტე მოკლეს, მაგრამ არ მომკვდარა. ამ ქვეყნიურად წააგო, მაგრამ არ წაუგია. იმიტომ რომ აი ჩვენ დააკვირდით ხა წმინდა გიორგი ვინ არის? აი გიორგობა იყო. ხო და ვადიდებთ წმინდა გიორგის. ვინ არის წმინდა გიორგი? წმინდა გიორგი ის არის, ვინც მოკლეს. მაგრამ არ მომკვდარა, ჩვენ ვამბობ, ჩვენ არ გვინახია, რომ წმინდა გიორგი არ მომკვდარა, მაგრამ ვიცით, რომ არ მომკვდარა. წამ ჩვენ მას ვევედრებით, ის გვეწევ. წმინდა ბარბარე ვინ არის? ბარბარე არის ახალგაზრდა, რომელიც მამამ მოკლა. ბარბარესა და მამას შორის იყო პრობლემა. ანუ ეს არის პრობლემა უფროს და უმცროს თაობას შორის. და ბარბარემ ნათელი აირჩია, მამამ ვერ გაუგო და მოკლა თავისი შვილი. ამიტომ ქრისტიანობა არ არის ძალმოსილების მხარეს დგომა. ჭეშმარიტებას, როცა ქრისტეს ეკითხებიან, გამოყვებიო, ქრისტე ეუბნება, მელიასო, სოროაქო, ჩიტეებსო, ბუდეებიო და მესიას, ანუ კაცის ძეს, მესიას არა აქვს ადგილიო, სადაც თავი მიიდრიკოსო. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ქრისტემ ტაძრიდან გაყარა ვაჭრები, ქრისტეს ეუბნებიან ფარისევლები, სადუკევლები, წიგნობრები, ამას რა უფლებით აკეთებო. ეს უფლება რას ნიშნავს? იცით, რომ ვინ მოგცა ამის ძალა უფლება, ნიშნავს, რომ აი მაგალითად მთავარსარდალს აქვს თავისი ძალა უფლება. მთავარს აქვს თავისი ძალა უფლება მიცემული მიწიერად, ვინც ხელი დაასხა, იმან მისცა ის ძალა უფლება, რომ მან ეს განაგოს. პოლიციელს აქვს თავისი ძალა უფლება, პრემიერს აქვს თავისი ძალა უფლება და ქრისტეს არც ერთი მიწიერი ძალა უფლება არ ჰქონდა. არ მიუღია არაფერი. ამიტომ ქვია მღვდელ მელქისედეკის წესით, მელქისედეკის საიდან მოვიდა და სად წავიდა არავინ არ იცოდა, რომელსაც აბრაამმა შეწირა მსხვერპლი. ამიტომ ქრისტეს ეს ძალაუფლება კაცობრიობისგან არ მიუღია და ეს იმას ნიშნავს, რომ თავშესაფარი არ ქონდა ძალაუფლებაში. ანუ ჩვენ ყველანი რაღაცა ძალაუფლებით ვართ დაფარულები, რაღაცა გვიფარავს, რაღაცა თანამდებობა რო გვაქვს, არ შეიძლება შეურაცხყოფის მიღება მღვდელი რო ვარ, არ შეიძლება ხალხს აქვს ისეთი ისა რომ ახლა მღვდელი ვარ და ცუდადაც რო ვიქცევოდე, რაღაცა მგლობა მაინც მიფარავს და ისე არ გამისტორდებია როგორც ჩვეულებრივ ერისკაც, თუმცა ასე შემდეგ და ასე შემდეგ მოკლედ. ხო და ქრისტემ არ ამახო თავი ჭეშმარიტებას არ აქვს, სიმართლეს არ აქვს სადმე თავი რო შეაფაროს. არ აქვს არც ძალაუფლების, არც ერთ ძალაუფლებაში არ აფარებს თავს. ჭეშმარიტება არის შიშველი ამ ქვეყნიური ძალაუფლებისგან, ის არის მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე. სიმართლეშია ძალაუფლება და ამიტომ ქრისტე თვითონ ამბობს, მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ სიცოცხლე. და აი ამ ჭეშმარიტებას არ ჭირდება ძალაუფლება, არ ჭირდება მას არავითარი მიწიერი დიდებები. და აი ეს არ იცოდა პეტრემ. და როცა აღსდგა ქრისტე, აღდგარ პეტრეს ეუბნება, გიყვარ მე, ანუ გიყვარ ვარო?
და როცა პეტრე პასუხობს, იცი თქვენ რასაც პასუხობს, შენიცი უფალო და ასე შემდეგ, ყოველ პასუხზე უფალი ეუბნება დამწყსე ცხოვარი ჩემი. აი ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელოვანი, ვისაც ღმერთი უყვარს, მას უნდა უყვარდეს ადამიანი. ჩემი ვისაც მე ვწამვარ, ჩემი ხალხი დამწყსეო, ჩემ ხალხს მოუარეო, ჩემი სიყვარული ხალხის სიყვარულში გამოხატეო, აი ეს უთხრა, ეს დააბარა. გიყვარდესო ისინიო, იზრუნეო მათზე. და აი მაშინ გიყვარებიო მე. ეს არის უდიდესი სწავლება, რომელიც დაუბარა ბოლოს ყველა ეკლესიას, ყველა ღვთისმსახურს, ყველას რომ გიყვარდეს ის, გიყვარდეს და გიყვარდეს ყველა ვინც სიმართლის გზაზეა და ვინც სიმართლისთვის თუნდაც ვისაც ცემენ ან მოსდევენ ან სხვა რაღაცა. ქრისტემ თქვა რომ ჩემი ტახტიო ჭეშმარიტებაზე დგასო. ანუ ფსალმუნებშია დავით მეფე ამბობს უფალო შენი ტახტიო ჭეშმარიტებაზე დგასო და ეს ნიშნავს იმას რომ თუ გინდა სად არის უფალი ნახო, აუცილებლად სიმართლეს უნდა მისდევდე. აუცილებლად სიმართლე უნდა შეიყვარო. და სიმართლე თუ არ იტყუები საკუთარ თავში, ის სიმართლე, რაც სიმართლე გონია, სიმართლეც რომ არ იყოს, აი მაშინ შეიძლება მაინც მიაღწიო იმ სიმართლეს, იმიტომ რომ შენ სიმართლეს ეძებ და მიაღწევ იმ სიმართლეს, რომელიც არის ნამდვილი და ჭეშმარიტი. ამიტომ გვიყვარდეს ერთმანეთი, ერთმანეთის სიყვარულშია ქრისტეს მსახურება. სხვანაირად შეუძლებელია ჩვენ რომ ქრისტეს ვმსახუროთ. ღმერთი გვიყვარდეს, თუ ჩვენ არ ვართ სიმართლის მხარეს. დავჩუმდები მე ახლა და აბა ვინმეს თუ რამე კითხვა იქნება. მადლობა მამა დოროთე, ძალიან ისეთი დასაფიქრებელი და საინტერესო და ღრმად გასააზრებელი საუბრისთვის. ფაქტობრივად ეს ყველაფერი ბუნებრივიც უნდა იყოს და მართლაც როგორც თავიდანვე ვთქვი, ანუ არა ადამიანურია, ადამიანის დაზიანება არა ადამიანურია. ნებისმიერი სახის სისასტიკე ადამიანის მიმართ. და აი ათონზე მემექნება მაშინ თუ სხვები სანამ მოამზადებენ კითხვას, აი ათონზე ამბობენ რომ სამართლიანობა კლავსო სიყვარულს და როგორ ფიქრობთ მამაო თქვენ? როგორ კლავს და თუ სამართლიანობისთვის ვიბრძვით და ვისაც ვებრძვით, ისეთივე თუ გავხდით ჩვენც მაშინ როგორ ასე კლავს სიყვარულს სამართლიანობა თუ როგორ აგვიხსნით ამას, როგორ შეიძლება ეს ავხსნათ? სამართლიანობა ანუ არის მიზანი, რომელიც ყველა საშუალებას ამართლებს, თუ ყველა საშუალება გამართლებული არ არის ამ დროს. რაღაცა კითხვები შეიძლება დაგვებადოს კიდევ. ყოველი სამართალი ადამიანს უნდა ემსახურებოდეს. აუცილებლად. სვამენ ესე რომ ღმერთი მოსიყვარულია თუ სამართლიანია და ღვთის სამართალი სიყვარულშია. სამართლიანია ღმერთი, რა თქმა უნდა სამართლიანია, მაგრამ მისი სამართალი არის სიყვარულში, რომ მას უყვარს ადამიანი და აი ამის დანახვა უკვე ადამიანმა ეს თუ დაინახა, აი მაშინ ის უკვე გადარჩება. იმიტომ რომ თუ ჩვენ ვერ დავინახეთ ღვთის სიყვარული, მაშინ უკვე მოვექცევით ღვთის იმ სამართლიანობაში, რომელიც სამართლიანობაც ფაქტიურად არის ის, რასაც ჩვენ ვიმსახურებთ. ეს ყველაზე დიდი წევლა ადამიანს რო უთხრა, რასაც შენ იმსახურებ, ისე მოგაგოს ღმერთმაო. არავინ არ იმსახურებს ამ იმას. ამიტომ ყველა ვინც ცხონდება, რა თქმა უნდა ცხონდება სინერგიით, ანუ საკუთარი სვლით ღმერთისკენ, მაგრამ ღმერთი თუ არ მოვიდა, ის მაინც ვერ გადარჩება, ხო? ამიტომ ღმერთი მოდის, რა თქმა უნდა, ჩვენს გამოძახილზე, ჩვენს თხოვნაზე, ჩვენს ლოცვაზე, ჩვენს დამოკიდებულებაზე, მაგრამ
ღმერთი უნდა მოვიდეს და ღმერთი მოვა აუცილებლად ღმერთი მოვა მეგობრებო, თქვენ პირველ რიგში ვინც დრო დასრული გამოხატეთ და დრო გამონახეთ იმისათვის, რომ დღეს ყოფილიყავით ჩვენთან და იმ ადამიანების მხარდასაჭერად, ვინც ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება დღეს. თუ გაქვთ კითხვები მამა დოროთესთან, შეგიძლიათ დავუსვათ კითხვები და მივიღოთ, ასე ვთქვათ, ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები. მე დავუსვე, მამაში. კი ბატონო. დამოცეთ მამაო. გაიხარე მამო, მე მაინტერესებს, ეხლა იცით, რომ ძალიან რთული მდგომარეობა ქაოსშია ყველა ადამიანი და ალბათ ყველაზე მეტად დაეხმარება სიმართლის დანახვა, რაზეც თქვენ ესე ცვლად ისაუბრეთ და როგორი მდგომარეობა საერთოდ რა გვიშლის ხელს, რომ სიმართლე და ჭეშმარიტება დავინახოთ. სიმართლე და ჭეშმარიტება რა კუთხით რაც ქვეყნად ხდება დღეს რაც მემართება თუ როგორ აი სამართლიანობა რო დავინახოთ მაგალითად, ხო, აი სამართალზეც ისაუბრეთ, სიმართლეზე ისაუბრეთ, რომ ალბათ სიმართლე რა არის მთავარი, ხო? და რომელი მხარეა თუნდაც. რთული სათქმელია, იმიტომ რომ რენც ასე თუ ისე ეს პოლიტიკას ეხება, იმიტომ რომ მაგრამ მე აგიხსნით ახლა რა არის ეკლესია. ეკლესია არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს ვუხმობ, არის აწყმო დროში, ვუხმობ. და ეს მოხმობა არის ყოველდღიური და ყოველწამიერი. ამიტომ როცა ჩვენ ვიტყვით ეკლესია ეს სამწუხარო ტაძარს ეძახიან და ბევრს სასულიერო პირსაც ეშლება. ეკლესია არ არის ტაძარი, ტაძარი არის იქ, სადაც ეკლესია იკრიბება, ანუ ხალხი სადაც იკრიბება. ამიტომ ეკლესია არის ის მოწოდებული ხალხი. ამ მოწოდებულ ხალხში არის იერარქია, რა თქმა უნდა, მმართველობითი. ეს იწყება ეპისკოპოსით, მღვდელი, დიაკვანი და ერი. ეხლა თუ ვიტყვით ჩვენ, რომ იქ მიტინგზე დგას ეკლესია, რა თქმა უნდა დგას. ვინ არის ეს ხალხი? ჩვენი ხალხია. ამიტომ მე საერთოდ რომ დავდუმდე არ შემიძლია, იმიტომ რომ ჩემი ხალხია, ჩემი მომავალი თაობა, რომელსაც ჩვენ ვზრდით, ის ხალხია. და ამ ხალხის დემონიზება არ უნდა მოხდეს. რასაც ისინი ითხოვენ, ეს ითხოვენ თავიანთი ცხოვრებისთვის, მათთვის არის ეს ქვეყანა, ამ ახალგაზრდების არის ეს ქვეყანა. ამიტომ ისეთი დაპირისპირება და მეფის სიყრუე ეგ შეიძლება დამღუპელი იყოს მეფისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ამიტომ მეფე არ უნდა იყოს ყრუ, მეფეს უნდა ესმოდეს ერის ხმა და არაფრით არ შეიძლება ადამიანების ესე დაყოფა. მით უმეტეს ჩვენი მომავალი თაობის. იქ უმეტესობა მომავალი თაობა. მათია ეს ქვეყანა და ის დაპირისპირება რაც იქ ხდება, არაფრით არ შეიძლება სახელმწიფოს დაცვით ჩაითვალოს. სახელმწიფოს დაცვა არ არის კედლების დაცვა, არ არის ქვების დაცვა. სახელმწიფოს დაცვა არის შენი დაცვა, ჩემი დაცვა, ჩვენი დაცვა. ამიტომ გამართლება არ აქვს. ამ საქციელს გამართლება არ აქვს. და არ არის რომელიმე მთავრობები იცვლებიან, არ არის რომელიმე მთავრობის გადასაწყვეტი ესე საითკენ წავა ერი. მთავრობა არ წყვეტს მაგას, ერი წყვეტს. ქვეყანა წყვეტს. და ჩვენს ქვეყანას ეს გადაწყვეტილია. დიდი ხანია ეს გადაწყვეტილი აქვს.
რომ ჩვენ გვინდა ცივილიზაცია და არ გვინდა ჩვენ ჩაკეტვა. თუ ამაზე მეკითხებოდი, ეგ არის. მადლობა. მადლობა ანიკ კითხვის დასმისთვის. სხვებს თუ გაქვთ კითხვები, მამადურეთ დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ. თუ შეიძლება ჩავერთვები. კი, რასაკვირველია. პირველ რიგში უგმეს მადლობა ამ შეხვედრისთვის, იმიტომ რომ მადლობა რა, იმიტომ რომ ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს მართლა და ჩემთვის ამის მოსვენა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთ-ერთი რასაც მივხვდი ამ დღეებში, ქრისტიანობა არის მართლა ჭეშმარიტი სარწმუნოება, იმიტომ რომ იმდენი რამ არის აქ გადაწყვეტილი, იმდენი რამე უკვე წერია და ცნობილია, ძალიან ბევრი პრობლემის გადაჭრა შეიძლება ცხოვრებისეულის და მართლა რომ ჭეშმარიტ ქრისტიანები ვიყოთ საქართველოში ბევრი, უკეთესად ვიქნებით ჩემი აზრით და აი რაღაცა ადამიანურად ის დაპირისპირება, რომელიც ეკლესიასა და ადამიანებში არის, ძალიან ტკივა, იმიტომ რომ ჩემთვის ეკლესია არის პირველ რიგში ნუგეში, ქრისტე არის სიყვარული და არა ის, რომ აი ცემოს ვიღაცა და რაღაცა ძალადობა იყოს ადამიანებს შორის და ძალიან ტკივა ადამიანურად ეს ყველაფერი და აი თუ შეიძლება შეკითხებით, ვადევნებ ხოლმე თვალყურს მე რას ფიქრობენ ადამიანები და მაინტერესებს ხშირად და ერთხელ რაღაცა ასეთი მოსაზრება იყო, რომ რამდენ შეუძლია ეკლესიას აი მედიატორის როლი შეასრულოს ამ სიტუაციაში, რომელიც დღეს არის. აი ხო არ შეიძლება რაღაცა მოლაპარაკებებში დაეხმაროს ადამიანებს, აი თუ შეუძლია ამის გაკეთება, თუნდაც სასულიერო პირებს. იმიტომ როგორც ვხედავ, არიან სასულიერო პირები, რომლებიც ჩემთვის პირადად არის სინათლის შუქურა ამ თუ დროში, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც რაღაცა პირდაპირ მოწოდებებით გამოდიან ხოლმე და ეხლა მე არა ვარ ისეთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, უბრალოდ დიდი ხანი დავდიოდი ეკლესიაში და ყოველდღე ვკითხულდი ერთავს სახარებას. და აი დამამახსოვრდა ხოლმე რაღაც ადგილები და ძალიან ხშირად მომისმენ ესეთი მოწოდებები, რომლებიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ამ ყველაფერს და აი თქვენ როგორ ფიქრობთ, თუ შეუძლიათ თუნდაც სასულიერო პირებს აი რაღაცა მედიატორის როლის შესრულება ან აი რა შეუძლიათ ამ მოცემულ მომენტში? მე მათგან უფრო მეტ სიყვარულს და მობიერებას ველოდები, უბრალოდ როგორც ადამიანი, რამდენად ვხედავ ამას და ვიღებ, შეიძლება ჩემი პრობლემა უბრალოდ მე ყველაზე მეტად ვკივა ეს ეკლესიის და ადამიანების დაპირისპირება და განცალკევება მათი. რავიგე, მოკლედ ეკლესიას თავისთავად არავითარი ძალაუფლება არ გააჩნია, რაც ვისაუბრო, რომ ქრისტეს რო უთხრეს, ვინ მოგცა შენ ამის ძალაო, ამის უფლებაო. აი ასე შეუძლია ნებისმიერ მთავრობას ეკლესიას უთხრას, შენ ვინ მოგცა ამის ძალა, ამის უფლება, რომ შენ მედიატორი იყო. ეს თვითონ მთავრობამ უნდა მოითხოვოს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან მთავრობები ეკლესიას კი არ ეხმარებიან, რომ ხალხში გავიდეს და არამედ ეკლესიას იყენებენ თავიანთი მიზნებისთვის. უნდათ თავიანთი ბოროტება ეკლესიას გაამართლებინო. ასე იყო წინა და ასე არის ახლაც. და ზოგიერთი ამას აყოლილი არსებობს ესეთი მკვლელმსახურები, რომლებიც ამას აყმენ და მთავრობის რაღაც უმსგავსოს აქციელს ამართლებენ იმ გაგებით, რომ თითქოს და სატანისტები არიან ვიღაცები, სხვები, ვინც ისა. თუ ეს ხალხი სატანისტებია, მე არ ვიცი. და მეორე კიდე სატანისტი რომც იყოს, სახელმწიფო პოლიციელს არავითარი უფლება არ აქვს ადამიანი რწმენის მიხედვით გაარჩიოს. მას არ აქვს უფლება ის, რომ მორწმუნეს კეთილად მოიქცეს და ურწმუნოდ თემოს. ის სახელმწიფო ჩვენი ქვეყნის შვილია და ის იგივე კანონით მოპყრობას, ნებისმიერი იგივე კანონით მოპყრობას იმსახურებს, როგორც იმ პოლიციელის შვილი. რაც შეეხება ახლა ეკლესიას, ხშირად ესეთი ისიც მესმის, რომ აი ის ესე რატო ამბობს და ერთი რატო არ ახარ და ერთი იყო ეკლესია კომუნიზმის დროს. ამბობდა იმას, რასაც კომუნიზმი ავალებდა. აი როცა ჩვენ ევროპული აზროვნება გვინდა,
კონდეს მაშინ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეკლესიაშიც არის სხვადასხვა აზრები, რაც შეეხება პოლიტიკურ კურსს და ასე შემდეგ არის ესეთი აზრები. ჩვენ შეიძლება არ დაუშვათ ქრისტეზე სხვადასხვა აზრები, მაგრამ ეს ყოფითი რაღაცები, რაც ხდება, არის გაყოფილი აზრები, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველას აქვს არსებობის უფლება და ამიტომ როგორ არის იცით, რომ თქვენ არის ეკლესიაში მოქმედება, მოდით კარგ რაღაცას აგიხსნით ახლა. მღვდელი, როცა მღვდელს აკუთვნებენ, არსებობს ესეთი საიდუმლოებები, რომელიც მღვდელს ავტომატურად ეძლევა ცუდია თუ კარგია. მაგალითად, ნათლობა არ აქვს მნიშვნელობა თუ ის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრია, ანუ მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელია, მის რომ გუშინ საშინელება ჩაიდინა, ხვალ რომ ბავშვი მონათლა, ან აზიარა, ის მონათლულია და ნაზიარებია, იმიტომ რომ ეს მადლი მღვდელს არ აქვს მიცემული, ეს ეკლესიის მადლია. ეკლესიასაა და ეკლესია აძლევს მღვდელს, მაგრამ ეკლესია არ აძლევს მღვდელს ისეთ მადლს, რომ რასაც მღვდელი იტყვის სწორია. ყველა მწვალებელი იყო ეპისკოპოსი, ზოგი პატრიარქიც იყო. ანუ ყველანი იერარქები იყო ერისკაცისგან არ მახსენდება, ეხლა სადმე რომ მწვალებლობა წამოსულიყო ეკლესიაში, ერისკაცისგან არ წამოსულა, ისინი არც ასწავლიდნენ. ამიტომ ჩვენ როცა ვამბობთ სასულიერო პირს, ჩვენ რა გვინდა მისგან? ეს უნდა გავარკვიოთ, თუ ნათლობა გვინდა ნებისმიერთან მონათლე, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესია ნებისმიერ ტაძარში, მართლმადიდებელ ტაძარში შედი, მონათლე შვილი, მაგრამ ყველას არ უნდა მოусმინო, იმიტომ რომ მოსმენის, ანუ ქადაგების, სწავლების მადლი ეს პიროვნულია. ეს არ ეძლევა მღვდელს ხელდასხმით. ამიტომ ვიღაცა იქეთ არის, ვიღაცა ესეა, ვიღაცა რაღაცით არის გაყიდული, მოსყიდული, არ ვიცი რა, 1000 რაღაცა ხდება. თქვენც უნდა აარჩიოთ, ყველა თეთრი რო იყოს, თქვენც დაჩლუნდებოდით ეკლესიის მიმართებაში. და ყველა შავი რო იყოს, მაშინაც დაჩლუნდებოდით, იმიტომ რომ თქვენ თვითონ უნდა იაზროვნოთ, ვის მოусმინოთ და ვის არ მოусმინოთ. ვისთან მიხვიდეთ და ვისთან არ უნდა მიხვიდეთ. ეს ყოველთვის ესე იყო, ეს არ არის დღევანდელი პრობლემა. ყოველთვის იყო. ამიტომ არჩევანი თქვენზეა. რომელ ხარეს დაგებით. მეც მინდა ერთი კითხვის დასმა თუ შეიძლება, თუ არავის არ აქვს კითხვა. მამა დოროთე დამლოცეთ. დაგლოცოს მოდი. ძალიან მიხარია ეხა თქვენი შემთხვევით ვნახე Facebook-ზე ახლა ეს ლინკი და ძალიან გამიხარდა რა, ძალიან გვეხმარება მოკლედ ესეთი ისენი რა, საუბრები. ხო და ეს რა ქვია, ეხლა ცოტა ვღერავ და ძალიან განვიცდი ამ ჩვენ ქვეყანაში სიტუაციას და შეიძლება კარგად ვერ ჩამოვაყალიბო, მაგრამ შევეცდები რა და მაპატიეთ თუ ისა რა ქვია. მოკლედ მე საკმაოდ დიდხანს დავდიოდი საქართველოში ეკლესიაში, მამადორეთ თქვენ სადაც მოღვაწეობდით, იქ დავდიოდი ხოლმე და ძალიან მადლობა ღმერთს რომ შევხვდით და ეხლა უკვე წლებია ჩემი ოჯახით ევროპაში ვცხოვრობ. ხო და მე ვემხრობი ამ პროტესტს იმით თვალსაზრისით, რომ გვინდა მეტი ევროპა და ანუ ოღონდ ჩემთვის ევროპა ეხლა რაღაცა თვითმიზანი და რაღაცა კი არ არის. ანუ ჩემთვის ევროპა არის ის რა ფასეულობებიც არის აქ სამართალი და აი ესეთი ისენი რა და ესეთი პროპაგანდა რომ მიდის რომ აი მაინც გეების და იმების ის გინდათო მე კი ვიცი მაგას ევროპა ეგ არ არის მარტო თუმცა იმასაც ვხედავ რომ ეხლა ჩემს სამსახურში მაგალითად სულ მცირე 3 კოლეგა მყავს რომელიც ერთსქესიან ქორწინებაში არიან და რომელთანაც ყოველდღიური შეხება მაქვს და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და თუმცა არ ვიზიარებ მე მაგათ ცხოვრების წესს, მაგრამ როგორც კოლეგებს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ერთი შემთხვევაც არ მახსოვს რაღაცნაირად პროპაგანდა გაეწიოთ თავიანთი ცხოვრების წესისთვის.
ხო და მაინც აი როგორც ქრისტიანი ხო ვემხრობი ამ პროტესტს, მაგრამ მაინც მეშინია გულის სიღრმეში, რომ აი მართლა იქნება აი ხო არ ვიცით ახლა ჩვენ ყველაფერი როგორ მოხდება და როგორ წავა და საიწავა ეს თაობაც და ქვეყანაც და რაღაცნაირად ეჭვი კი არა, აი შიში მაქვს ხოლმე, რომ იქნება რაღაცა არასწორს ვემხრობი, იქნება მართლა ეს რაღაცა არასწორი ცხოვრების წესის პროპაგანდაა და ესეთი რაღაცები და აი მიუხედავად იმისა, რომ მართლა ვიცი, რომ ეგ არ არის. აი როგორ გავარჩიოთ თუ როგორ არ ამ შიშს როგორ მოვერიოთ, ან რანაირად გავარჩიოთ მართლა რა არის. ხან ფიქრო ხომ იქნება მართლა ეკლესიას უნდა დაუჯეროთ იმ მხარეს, რომლებიც ამბობენ, რომ აი ეს გეების და იმეების პროპაგანდა მოხდება და შეიძლება ისე წავიდეს მეთქი და ის რაღაცნაირად ვაკავებ ჩემ თავს, რომ აი ბოლომდე იმას აქვნა, რა ქვია, ვითომ ამ პროტესტს არ მივემხრო მეთქი, მაგრამ აი ვინც ამ გეი პროპაგანდას ებრძვის, იქიდან უმეტესობა გეია. ეს ერთი. საბჭოთა მეთოდი და ევროპული მეთოდი. საბჭოთა მეთოდი რა არის? საბჭოთა დროს მამათმავალი მიდიოდა ციხეში. ესეთი კანონი იყო, მაგრამ არავინ არ უშვებდა. პირიქით, ციხიდან გამოდიოდნენ მამათმავლები აქეთ. იქ ისეთი ცხოვრება უწყობდნენ და მაგრამ ესენი ყველას ხელწერილი დაწერილი ჰქონდა, ციხეში არ უშვებდნენ, მაგრამ უკვე ის აგენტი იყო. იგივე ფორმას იყენებენ დღეს, არც ერთი სახელმწიფოს არ აინტერესებს შენ რას აკეთებ, უბრალოდ მისიანი უნდა იყოს. და საქართველოში და საბჭოთა სივრცეში ეს ადამიანები საწყლად ამათ იყენებენ აგენტურისთვის. და ხმარობენ რა მოიღონ, რაც არ უნდა მოხდეს. და ეს არის რუსული მეთოდი. და ევროპული მეთოდი არის, რომ გაანებე თავი, ნუ იყენებ მაგას, ნუ მაგ ადამიანს. გაანებე თავი, ნუ იყენებ ამ იმისთვის, შენი შავი მიზნებისთვის. ამას გეუბნება ევროპა. რაც შეეხება ახლა მამათმავლობა, ჩვენი ტერმინით ეგ არის მამათმავლობა, ხა გეი ხო, იგივეა, მაგრამ რაღაცა იქ სხვადასხვა ის შედის. სოდომ-გომორი. სოდომ-გომორი არის ბიბლიაში მოცემული, რომელიც ღმერთმა მოსპო. სადაც იყო ეს ისა. მაგრამ სანამ სოდომ-გომორს მოსპობდა, მანამდე სოდომ-გომორს დაეცა მეფე სხვა ქვეყნის და წყვეტ წაიყვანა ყველა სოდომ-გომორელი და მათ შორის ლოთი. და აბრამი ამ მამათმავლები, რომლებიც წყვეტ წაიყვანა ვიღაცა მეფემ, მამათმავლები და მათ შორის ლოთი, აბრამი ეს უდიდესი მამა გამოეყიდა იმ მეფეს, ამოხოცა და ესენი დააბრუნა სახლში. თავისი სიცოცხლე ჩაიგდო საშიშროებაში. ხო? მერე ღმერთი ჩამოდის, აბრამი ევედრება, რომ იქნება არ მოსპო და მოსპობს. მე არ გამიგია არც ერთი წმინდა მამის სწავლება. ძველ მამებს გულისხმობ, ხა ვიღაცები დღევანდელი წმინდანებად რო ითვლებიან, შეიძლება ამბობენ, მაგრამ მე ძველ მამებს გულისხმობ. არც ერთი მამა, არც გრიგოლ ღვთისმეტყველი, არც ოქროპირი, არც ავგუსტინე, არავინ არ ამბობს, რომ ღმერთმა ესენი მოსპო მამათმავლობის გამო. ღმერთმა ესენი მოსპო აგრესიის გამო. რომ ესენი იყვნენ აგრესიულები, უკვე ანგელოზებზეც აგრესიულები იყვნენ. და აქედან დასკვნა ეს ცოდვა, მაგრამ ამის გამო კი არსებობს. ამაზე უფრო დიდი ცოდვა აგრესია. ეხლა გეი პროპაგანდა საკეთებენო და რომ დახოცო ეს ხალხი, ხა რომელია უფრო ცოდვა ღვთის წინაშე? რა თქმა უნდა აგრესია. რა თქმა უნდა აგრესია არის ეს ადამიანის სიძულვილია. იცით
სამშობლოს გულისთვის ომში წასული ხალხი როცა სახში ბრუნდება ის კანონის 3 წელი არ უნდა აზიარო სამშობლოს იცავდა სიკვდილზე მიდიოდა და სახში დაბრუნებული 3 წელი არ აზიაროთო ჯულის გამოში ესე წერია რატომ იმიტომ რომ სიძულვილის გარეშე ის კაც ვერ მოკლავს ის მტერიც უკვე შეიძულა მან რომ მოკლა ამიტომ ყველაზე დიდი ცოდვა არის აგრესია რაც ჩვენს ქუჩებში ხდება ეს არის დიდი ცოდვა ხოლო რაც შეეხება ევროპას არავის არ უთქვამ შენ ეს გახდიო უბრალოდ ნუ კლავ ამ ადამიანებს ნუ მოსდევ მაგას გეუბნები ჩვეულებრივად მიეცი ცხოვრების საშუალებაა მადლობა მამაო შეიძლება მეც ვიტყვი ის ყველა ძვირფასო გამარჯობა მან მიხარია რომ ჩვენთან ხარ და უპირველესი და უმთავრესი აი ენით აღუწერელი მადლობა მამაოს იმისთვის რომ ადამიანებს დღეს ძალიან დიდი გამბედაობა გჭირდება აი ის სიმართლე ვილაპარაკოთ რომელიც ახლა მამაომ გითხრა ამას თქვენ რომ ლაპარაკობთ მილიონები მორჩილად მოგისმენთ მაგრამ ჩვეულებრივად მოკვდავი ადამიანები რომ გავიტანთ ამ სიმართლეს ხალხთან გვიბრუნდება უკან რაღაცა წარმოუდგენელი ნიაღვარი და თქვენ როგორ კარგად თქვით თავიდან რომ სამი რაღაცა რაც გვყავს ჩვენ როგორ ჩანს სწორად განათლება რომ მიგვეწოდებინა სწორად რწმენაც რომ მიგვეტანა სიყვარული ამას როგორ ჩანს ცოტა მეტი დრო უნდა ცოტა ადამიანებისგან მზაობაც უნდა რაღაცისგან უნდა გაგვეთავისუფლებინა აი მე პედაგოგი ვარ ვასწავლი ამავე დროს თელ ჩემი სამეცნიერო საქმიანობა იყო რელიგია და ფოლკლორი მე მახსოვს პირველად როდესაც 2001 წელს დავიცავი 3 წლით ადრე დაახლოებით მე ეს თემა ჩემს თავზე ავიღე მე არ ვიყავი მაშინ არც ეკლესიის მრევლი ძალიან ახალი იყო ეხა 90-იანებიდან ეს ყველაფერი ყოველთვის ვიყავი კარგი მოსწავლე კარგი სტუდენტი და ასე შემდეგ მე ის შიშები ეხლაც მახსოვს როცა ეს წიგნები ხელში ავიღე წმინდა მამათა სწავლანით ავიკავე მე მივხვდი რომ მე მარტო ამას ვერ წავიკითხავდი და მე მართალი გითხრათ ამან მიმიყვანა ეკლესიასთან მაგრამ დიდხანს ვეძებე მოძღვარი მე მივდიოდი ვუსმენდი მაგრამ მისვლა მოძღვრობამდე არ იყო ადვილი იმის მერე ბევრი რაღაცა თვალწინ შეიცვალა ბევრი სტატია ამ მიმართულებით ისე დამიწერია როგორ ჩანს რაღაც მილიონები მაინც მიღმა დარჩნენ და ყველასთან სათქმელს ვერ მიიტანდი დღეს თუ ეკლესიაში ვდგავარ გულწრფელად გეტყვით ვდგავარ იმიტომ და იმ განსაკუთრებული მიზეზით რომ მე შვილი და ქმარი მივაბარე ღმერთს რაც არ უნდა ვნახო ეკლესიაში აი ვიღაცა რწმენით ვიღაცა თუნდაც ხელისუფლების მსახურებით არ ვამბობ ამას არც ვარჩევ ამას იმიტომ რომ ეს სულ სხვა რაღაცით ვდგავარ და ჩემს თავს რო ვუყურებ ჯერერთი მადლობა ღმერთს იმისთვის რომ ყველა გზა გამომატარა თავის თავთან მისასვლელი მადლობა ღმერთს იმისთვის რომ გამბედაობაც მომცა დაახლოებით ისე როგორც ახლა თქვენი ლაპარაკეთ მე საუბრა უბრალოდ თქვენგან ნათქვამი იცით როგორი ძალის მატარებელია მე ხშირად ვადევნებ თვალყურს ხედავ თქვენს ნაწერებს უბრალოდ ერში და ერის მსახურებიდან დიდია წინააღმდეგობა მე ვიღაცამ შეიძლება ისიც მოიტანოს შენამდე რომ წარმოდგენა არ გაქვს ღმერთზე და ასე შემდგომ მაშინ როდესაც გულით ანგელოს ატარებ მე 6 თვის პატარა მივაბარე მიწას და უბრალოდ ჩემი თხოვნა რომ რაც შეიძლება თუ ამ საუბარს ვებინარს არ ვიცი როგორ და რანაირად შეიძლება ჩაწერილი გვაქვს რომ გატანაც შევძლოთ იქნება და დავჭრათ ეს პუნქტები რაღაცით დღეს ძალიან გვიჭერს ჩვენ ყველას გვიყვარს ერთმანეთი მე არ შემიძლია ადამიანი არ მიყვარდეს მიუხედავად იმისა რომ აქეთაც ტკივილიც გვიტარებია მადლობა ღმერთს იმისთვის რომ ვერ შევიძულე ამს ეს არ დავკარგოთ იმიტომ რომ ისედაც ზღვარზე ვარ რო უსმინო ისიც ღმერთს იძახის ესეც ღმერთს იძახის მე დღეს ვდგავარ იმ ბავშვებთან მე არ შემიძლია უბრალოდ როცა ერთს 10 ურტყავს მე არ შემიძლია არ მაინტერესებს ვინ არის დამნაშავე მე ის ერთი უნდა გამოვგლიჯო 10
ცოტას მაწუხებს კითხვები და მეორე კიდე როცა ადამიანთან ვურთიერთობ ჩემთვის არაფერი არ არის შემაფერხებელი მე ვურთიერთობ მის სულთან ხომ რაში მაინტერესებს დანარჩენი არა იმიტომ რომ ის ღმერთთან მე ჩემი საქმეებით მივდივარ ის თავისი საქმეებით მიდის მე თუ მწამს ისეთი აი გასარჩევადაც კი გენდობი ერთია ხელისუფლება ხარ თუ ვინც ახარ მაგრამ უყურე სამებაში ხო ამ სულიწმინდის ამ კლდეს თუ გამომაცლი და მე მეუბნები რომ კიდე მენდე რაღაც არ გამომდის აი ამას ნუ ის საოცარი მოწყობილია სული როგორ შეიძლება იქნება და რაღაცა თავს ხდეთ კიდევ და კიდევ მოვიფიქროთ რომ ერთი პერიოდი ვამბობდი საბჭოეთიდან რომ გამოვედით და სწორად აზრი მივიტანოთ თაობებთან მიუშვათ ეს სკოლები რომ ეს აზრი დაამუშავონ 10-15-20 წელიწადში მივხვდი რომ სხვაგან მიდის ეს აზრი იმიტომ რომ ვერ გამოვიდა იმ ძველი აზრიდან ბევრი ვერ მიიტანა ამასობაში ახალი თაობები იყო გასაზრდელი ვერც რეფორმა მუშველა ვერც სკოლიდან გაუშვით ვერც ახალი გავზარდეთ ძალიან გაგვიწირდა და ამასობაში ჩემს თავსაც ვეუბნებოდი მაშინ რომ იქნება და აზრის თავს მოხვევა არ გამომივიდეს რომ ითხოვდნენ პედაგოგები მოგვეცით ამ შუშანიკის წამებაზე ეს ახლებური გარჩევის წიგნებად დამხმარე წიგნებად ვფიქრობდი ყოველთვის რომ ნასწავლი გაქვს იაზროვნე თავისუფლად ყველაფრის უფლება გაქვს ხო ილაპარაკო არავინ არ გიზღუდავს სათქმელს ალბათ სადღაც დავაშავეთ ხო ვფიქრობ იქნებ მართლა დაგვეწერა სწორად შეთანხმებით რაღაცით რომ აი ის აზროვნება გაგვეზარდა რომელიც სწორია ეხლა ურთულესი და უკრიტიკულესი მომენტი გვაქვს და ყველაზე მეტად გჭირდება აი სიტყვა რომელიც ორივე მხარეს რაღაცას მოუტანს ისეც უბრალოდ შემგან რაღაცა განუზომელი არ ვიცი მადლიერებაც პატარაა იმისთვის მეშინო და სმენას რო ვიწყებდი და გეუბნებით ისეთი პროცესები იყო ცოტა ხანი ტაძარსაც გავერიდე ტაძრის კარებთან ოჯახი მიმარხია არ შეიძლება ასე აი იმ ქალბატონმა რო თქვა ჩემზე წინ ამბობდა რომ მეშინია სადვარი იქით სწორი აქით სწორი ბევრი მაქვს ეს ჩემ თავთან გავლილი და ზუსტად ვიცი რას უნდა ვემსახურო მეც კი შემეშინდა და აი რო გისმინეთ მადლობა იმისთვის რომ სადღაც კიდევ ერთხელ მყარად ვდგავარ და ვიცი რომ აი უბრალოდ ძალა გვინდა გვიყვარდეს არაფერი არ უნდა ამას მეტი არ შეიძლება სხვანაირად ამ ძალას ჭირდება ჩვენგან ცოტაც აი გარე თქვენ ხო თქვი თავიდან რომ გარედან ვიღებ ცოდნას იმიტომ რომ გამეცნიერებული გლეხიო ვაჟამ რო თქვა გამეცნიერებულ გლეხს უკვე მეცნიერებაც უნდა რომ შეივსოს ეს რწმენა საყრდენზე ახალი დრო არის მარტო გწამდეს უკვე ადამიანს მილიონი კითხვა აქვს რატომ როგორ რანაირად იქნებ კიდევ ხმამაღლა ბევრჯერ ვილაპარაკოთ რომ დავეხმაროთ დღეს ხალხს და ერთს მადლობა თქვენ მადლობა და ბოდიში რომ ძალიან გამიგზელდა სიტყვა თუში მაგრამ მე ვიტყვი რაღაცას თქვენი ლაპარაკებიდან გამახსენდა იოანე მახარებელი ასე იწყებს თავის სახარებას თავდაპირველად იყო სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი და ეს სიტყვა განკაცდა ხორცი შეისხა, ხორცი გახდა და დაემკვიდრა ჩვენ შორის. და ეს სიტყვა არის იესო ქრისტე და ქრისტიანი ჩვენ ქრისტეს მიმდევრები ხო ვართ, ესე იგი იმიტომ ქვია ქრისტიანი. მაგრამ მე ახლა მეორენაირად ვთქვათ, ჩვენ სიტყვის მართალი, სიტყვის მიმდევრები ვართ. და თავდაპირველად იყო სიტყვა ღმერთის მიმდევრები ვართ და სიტყვას უნდა ვაფასებდეთ. ახლა შეგახსენებთ ფარაონს. სიტყვას მიცემდა მოსეს და ცოტა ხანში უარყოფდა. შეპირდებოდა მოსეს, ცოტა ხანში სხვა სიტყვა. არ გახსენდებათ რამე. ვისაც ხურია გისმინოს. ამიტომ ვინც სიტყვას არ აფასებს საკუთავს, ვინც იტყუება, ვინც სრულობს, ვინც 10 ჯერ გადავა თავის სიტყვას, ის ფარაონია, ის არ არის სიტყვისა. გაიხარით. მადლობა ბელა, მადლობა მამაო. სხვებს თუ გაქვთ კითხვები?
დიახ, თუ შეიძლება ივეტეს აღარ დამარჩება. მივესალმები თქვენს თითოეულ წევრს. უღრმესი მადლობა, მხოლოდ მადლობი და მადლიერებით შემოვიფარგლები. ძალიან დიდი პატივია მართლა ესეთი საინტერესო ადამიანების მოსმენა, რომლებისგან შეიძლება მხოლოდ რაღაცა სიკეთის მარცვალი ავიღოთ და სწორედ ასეთ ადამიანებზე დგას დღეს საქართველო. თუ რა ვითარება ყოველას როგორ გული შევტკივა, ეს ცხადია და ამაზე ხარ შევჩერდები, მაგრამ ჩვენ ყოველას გვჭირდება რაღაცნაირად პატარა რჩევა, დარიგება, რაღაცნაირად არა მოწოდება და არა რაღაცა ისე, მაგრამ აი რაღაც ადამიანური რჩევა, დარიგება, რომელიც ძალიან გვაკლია ყოველას, ჩემ მცირე მოწმენესაც კი. ასე რომ სასურველი იქნებოდა, რომ ამას რაღაც უფრო ისეთი დიალოგის ფორმატი ჰქონდეს, ან რაღაც უფრო მოვეფეროთ ადამიანები ერთმანეთს. აი ეს ქალბატონი მეცნო, ძალიან გულანთებული პედაგოგი, არაჩვეულებრივი ქალბატონი წეღან რო საუბრობდა, ისე შემიყვარდა უსმენდი ყურადღებით. ისეთ აი ესეთი მასწავლებლები, აი ესეთი სახალხო ადამიანები უნდა გამოვიდნენ, აი ესეთი არაჩვეულებრივი გაწონასწორებული თბილი, მამაო, გონიერი ადამიანი. მაპატიეთ და ეხლა ზოგიერთი გამოდის ისეთი აჟიტირებული, ისეთი ემოციით, ძალიან გადამდებია ეს ყველაფერი და ამოდენ აგრესიის ფონზე ძალიან გვჭირდება ყველას აი ამ დაბალ ტონალობაში რაღაცნაირად მოფერება, სიყვარული, მეტი გონიერება, ისტორიასაც გადავხედოთ, არა ვართ ეს ცუდები ქართველები, ჩვენი უბრალოდ როგორც ამონაშვილი ტყვის ქცევაა ცუდი, თორე ადამიანი ცუდი არც ერთი არ არის, ხო? იმედად კიდევ და კიდევ უღრმესი მადლობა, იმდენად საჭიროა, იმდენად დროულია, აი ესეთი ჩართულობა, ეს ერთმანეთის მოსმენა, მოფერება, რომ რა ვიცი, აი უღრმესი მადლობა. დღევანდელი ვებინარისთვის დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. გმადლობთ. მადლობა პირველ რიგში მამადოროთ ეს რომ ჩვენთან არის და ჩვენ გვახარებს და ბევრ ადამიანს ახარებს და მადლობა თითოეულ თქვენგანს. დიახ, მამაო, ბოდიში. ამ ხალხს რო უსმენ, გამახსენდა ერთი რაღაცა, ჩემი დამოკიდებულება და ხედვა მინდა გითხრათ. ეს უნდა ვთქვა. კი ბატონო. იოანე ნათლიმსემელი არ გაუზრდია ეკლესიას, მაშინდელ ეკლესიას. უდაბნოში გაიზარდა. ვიცით როგორ იწყება? კალიასა ჭამდაო და აქლემის ბეწვის შესამოსელი ემოსაო. კალია ეს არის ტყეში რაღაცა მწერი. არც ღვთისმშობელი გაზრდილა ეკლესიაში. არც ღვთისმშობელს იცნობდა არა. ის რო ტაძრად მიიყვანეს და იქ შევიდა საკურთხეველში, ეს აპოკრიფი არის. მერე რაც უფრო მეტად გვექნება სადიდებელი ღვთისმშობლისა, მით უფრო კარგია, თუმცა ეს არ არის სახარებისეული. აპოკრიფი ნიშნავს უცნობი წერილს ვიღაცის დაწერილი. არც ილია ჭავჭავაძე ყოფილა ეკლესიურად გაზრდილი, ეკლესიის მიერ გაზრდილი. კი, მოძღვარი ყავდა და ეკლესიაზე ზრუნავდა და მე იმას კი არ ვამბობ. დღეს ჩემს ერს რო უყურებ, აი გარეთ უფრო გაიზარდნენ ვიდრე შიგნით. ეგ სამწუხარო ფაქტია ჩემთვის. არა საბედნიეროა, იმიტომ რომ გაიზარდა. მე ის ადამიანებთან რომ აქ საუბარი აქვს თბილისში განსაკუთრებით პროფესორებთან, მასწავლებლებთან. იმ ხალხთან ვინც იქ დგას. უნიკალურია დაზროვნება. უნიკალურად ღმერთზეც, კაცზეც, ადამიანზეც, ევროპაზეც, რუსეთზეც უნიკალურად დაზროვნება. მე მაგათთვის არაფერი არ მაქვს სათქმელი მოსაწოდებელი, მე რა უნდა მოუწოდო, ახეთ მომიწოდებენ. იმდენად ძლიერები არიან. უბრალოდ როცა ისინი ითხოვენ ეკლესიას ad არის რო ამბობენ, ყველა ადამიანს აქვს მაინც შინაგანა და ღმერთი რას ფიქრობს ის უნდა. იმიტომ რომ უკვე მიხვდა რომ სიცოცხლის საკითხია, კლავე. აი მაგალითად გურამ რო გავა ხო მოკლეს. ან ის ბიჭი ის ოპერატორი ხო მოკლეს, ის არ მოკვდა, მაგრამ იმათმა ხო მოკლეს 7 კაცი რო თავზე რო დაგადგება, ის ხო დარია შენგან. და ყველა საინტერესებს ვაი ეს ღმერთი რას იტყვის. ღმერთი იტყვის და ეტყვის ყველას. სიმართლისთვის მებრძოლი. არც ერთი ესენი ტყვიას არ ისმიან.
გამართმან უკრას, ხო, ტყვიას არ ისვლის, უბრალოდ ართმობს. აბა ქეთევანწამებული გაიხსენეთ როგორი იყო. არავინ არ მოუკლია, არ დათმო. არ დათმო ჭეშმარიტება, ქეთევანწამებულს უთხრეს რომ თქვიო, რომ მართლმადიდებელი არა ხარო, კათოლიკე რო ხარო, იმიტომ რომ მართლმადიდებელი ვასალები მიდიოდნენ რომ ის გამოსახსნელად და სასწრაფოდ უნდოდა რომ გადაეთქმია შაჰ-აბასს. არ გადათქვა. და სანამ ესენი ჩავიდოდნენ მოკლა სასწრაფოდ. ესმით, ანუ მე ამ ერს რო უყურებ, ჩვენ გადაშენება არ გვწერია. ერთ რამესაც ვიკითხავ და ვიტყვი. აი ეს საუბარი ხა იმდენად კარგად იმოქმედა და იმდენად დაგვეხმარა ალბათ ყველას ვინც ვესწრებით, რომ აი არ ვიცი. ძალიან დიდი მადლობა მაგისთვის და რო შემოვედი, მაშინ მითხრა იმან, რომ იწერებაო ეს შეხვედრაო და კითხვა არის ის, რომ ეს შეხვედრა სადმე გამოქვეყნდება და თუ არ გამოქვეყნდება კიდე, აი შეიძლება რომ რამენაირად ხელი მიგუწდებოდეს. გამოქვეყნდება, ბედნიერების გვერდი ფონდის გვერდზე თუ არ გაქვთ გამოწერილი ჩატში, ჩავაგდებ ახალ ლინკს, სადაც შეგიძლიათ მოინიშნოთ ეს ლინკი და გადახვიდეთ და ზუსტად ბედნიერების ფონდის მიერ არის ორგანიზებული ეს ვებინარი, მამა დოროთე ჩვენი უკვე მესამე დარი თუ არ ვწდები სტუმარი ჩვენი და ჩვენი ფონდის მეგობარიც არის უკვე, იმიტომ რომ ჩვენთან არის და ჩვენთვის ძალიან გასახარ, ასე ვთქვა და ბევრისთვის გასახარ ვებინარებს ატარებს და გასააზრებელს და დასაფიქრებელს და აი სამუგეშოსაც კი, იმიტომ რომ ერთმა სიტყვამ შეიძლება თუნდაც ერთი ადამიანი გადაარჩინოს და ერთი ადამიანი იხსნას, ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს და ამიტომაც ფონდი მუდმივად და ყოველთვის სად არის ჩაატაროს მსგავსი ვებინარები, ფონდი საქმიანობასაც ახლა დროს არ წავართ მე ამ ვებინარის ფარგლებში, იმიტომ რომ ძალიან თითოეული წუთი ძალიან ძვირფასია და ფონდის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ ფონდის გვერდზე. და კი ბატონო, დაიდება ჩანაწერი, გვაქვს YouTube არხიც და Facebook გვერდიც ბედნიერების ფონდი შეგიძლიათ მოძებნოთ, ისედაც ეს არის ნარინჯისფერ ფონზე ბაბუაცვერა, თეთრი ბაბუაცვერას ლოგოთი. ასე რომ შეგიძლიათ მოძებნოთ და მეც სახავე შევეცდები, რომ ჩატში ჩავაგდო ფონდის, ასე ვთქვათ, გვერდი და ლინკი და დაიდება რასაკვირველია და ფონდი 4 შაბათსაც შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო ვებინარს ფილოსოფოსის გიგი თევზაძის საქართველოს მსოფლიო, ასე ვთქვათ, მოვლენების კონტექსტში და ესეც საინტერესო იქნება ძალიან რა არის ჩვენთვის დაფარული, რომელი სახელმწიფო და ჩვენი სახელმწიფოც თუ როგორც არის, რა თამაშებშია და რა არის დაფარული ინფორმაცია, რა არის ის, რაც უნდა ვიცოდეთ რეალურად რაც ხდება. მე ერთი კითხვა მექნება მამა დოროთე თქვენთან აგრესიას შეეხეთ და ყველაზე დიდი დანაშაული, ცოდვა ეს არის აგრესია. როცა ადამიანები ცილს წამებენ, გივარდებიან განსხვავებული აზრის გამო, სოციალურ ქსელში, ეჩვეპარებათ იმაში, რომ ელემენტარულად აი ვის მხარეს ახარ, განა მხარე აქვს სიყვარულს, განა მე მაქვს უფლება ან კიდევ როგორი ადამიანი ვიქნები მე, თუ კი მე ჩემი მეგობრები შევარჩიე მის მიხედვით, ვინ რომელ მხარეს დგას და როგორ არის იქნება და ადამიანი, რომელიც დღეს შეცდომას უშვებს, მას აქვს უფლება ეს შეცდომა დაუშვას და თვითონ ისწავლოს, თვითონ გაიაზროს, თვითონ მივიდეს იქამდე და მე არ უჯიკო გარედან, იმიტომ რომ როცა ადამიანს გარედან აღვიძებ, გარედან უჯიკებ, რომ ეს ესეა, მე თვითონ უნდა გამოვიღვიძო, ხო ჯერ? მე თვითონ უნდა ვიცოდე, გამოვიღვიძო სიყვარულში, ხომ? და აი ეს კი არ მაშფოთებს უბრალოდ ჩემთვის ყველაზე ცუდი მომენტი ბრწყალებში ცუდი და კარგი ყველაფერი რაც ხდება ნებისმიერი მოვლენა ნებისმიერ მოვლენაში აზრიდებს და ეს აზრი გასაგებია, იმიტომ რომ უნდა გავიგოთ რას გვეუბნება ეს სიტუაცია. ანუ რა მიზეზი აქვს ამას და რა შედეგამდე მიგვიყვანს ზოგადად და როცა ადამიანები რომლებიც სამართლიანობისთვის
ასე ვთქვათ, სამართლებრივ მას იცავენ ბრძოლას არ გამოვიყენებ შეგნებულად ამ სიტყვას, იმიტომ რომ ბრძოლა მუდმივად ეგ არის გადაჭიმის მდგომარეობა და ბრძოლაში ყოველთვის ხდება ჩასაფრება, აი ეს მკვლელობა, ეს დაუნდობლობა, აი ეს ყველაფერი ბრძოლის ველი სხვაველია. მაგრამ როცა იცავ შენ და მე პირადად ყოველთვის მაქვს ესეთი პოზიცია, რომ ჩემი სიცოცხლისთვისაც და ჩემი ჯანმრთელობისთვისაც კი არ ვიბრძოლებ, მე დავიცავ. და ეგ სულ სხვადასხვა ვერბალური დეტერმინანტებია და სიტყვა, როგორც თქვენ ახსენეთ, ძალიან დიდი ძალა აქვს სიტყვას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა სიტყვას როგორ გამოიყენებ და რა მიმართულებით გამოიყენებ და სიტყვათა შეიძლება ადამიანი მოკლა. ანუ იარაღი კი არ გამოიყენო და ეგ შეიძლება გამოიყენო იარაღად. ანუ სიტყვითაც გაანადგურო ადამიანი და როცა ცილისწამება ხდება, როცა ესეთი დაუნდობლობა ხდება, თვითონ ადამიანებს ხრივან არ ვიცახი. გაუმართლებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და სისასტიკე არა ადამიანურია და დანაშაულია. განა ეს როგორ შეიძლება ამას რამე გამართლება, რამე ესეთი ჰქონდეს ნათელი მხარე, ხო, ეს სიბნელეა. აი ზუსტად ღმერთთან კავშირის გაწყვეტაა და სიყვარულთან კავშირის გაწყვეტაა და აი ამ შემთხვევაში ადამიანები, რომლებსაც ესე ადამიანების მიმართ აგრესიას თვითონ ადამიანები იჩენენ ადამიანების მიმართ აგრესიას, ესე ცილსწამებენ, აი თქვენ ვთქვით ეჭვი შეეპარაო, ხო? აი ეჭვი შეპარო მაშინ შე როგორი ადამიანი ხარ? ანუ ის კარგი ადამიანია და მე ცუდი ადამიანი ვარ. ანუ ის განათლებული ადამიანი და მე გაუნათლებელი ადამიანი ვარ. ანუ ეგეთი დაყოფა, ეგეთი განცალკევება თვითონ ადამიანებს შორის როგორ ფიქრობთ თქვენ ეს შედეგს გამოიღებს? სანუ ბუნებრივია რომ არ გამოიღებს რაღაც ესეთი კითხვა, მაგრამ აი თქვენი აზრი მაინტერესებს. აი ეს როგორ შეიძლება დაიძლიოს? ეს როგორ შეიძლება, ანუ რანაირად შეიძლება რომ ეს გარდავსახოთ, ეს შევცვალოთ, იმიტომ რომ თუ სამყაროში ყველაფერი ენერგიაა და ენერგიას ვებრძვით, ენერგიასთან ბრძოლა შეუძლებელია, ხო? ენერგია უნდა გარდასახო. სიტყვა თუ ენერგიაა და ეს ყველაფერი თუ ასეა, მაშინ რანაირად როგორ გარდავსახოთ ეს ძალა, ეს ენერგია, ისე რომ აი ნათელში დავინახოთ ერთმანეთი. ანუ დავინახოთ ერთმანეთი და ადამიანის სული, როგორც ბელამ თქვა, რომ სულს ხედავო, სუსტად იგივენაირად უყურებ მე ადამიანებს და ლობიო ხო არ არის ადამიანი გავარჩიო, ხო? ეს კარგია, ეს ცუდია. მე ამას ვერ გავაკეთებ ვერანაირად და როცა მე მეუბნებია რომ ეს ადამიანი მოიწულე და ის ადამიანი გიყვარდეს, იმიტომ რომ ის იმ მხარეს არის, ეს ამ მხარეს არის, ჩემთვის მხარე არ არსებობს. მე არც ერთ მხარეს არა ვარ. მე მხარეს ვარ თავისუფლების და სიყვარულის და ბედნიერების და ადამიანისთვის თუ სიკეთეს არ უზამ, უბრალოდ არ დააზიანო. ანუ დაზიანების ვერანაირად განრიდებული ადამიანი ვარ ყველა ნებისმიერი მიმართულებით და ვცდილობ ყოველ შემთხვევაში და სახელმწიფოს რაც შეეხება წინა ხელისუფლებას, მაგის წინა ხელისუფლებას და ახლანდელიც და ეს სახელმწიფო ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, რომლებიც ეტლით არიან, ხომ? წიხლის კვრა და ის რო ახსენეთ, მეც მომკლეს მაშინ. გამოდის რომ მე ცხოვრებაში რამდენი წელია სახლიდან ვერ გავსულ ვარ და ფაქტობრივად საზოგადოებაც კი, რომელიც დღეს მე მიხარია, რომ ეს ერთსულოვნად, აი ასე ვთქვათ, არ დათმობს, ხო? სამართლიანობას და თავისუფლებას და მეც მასეთი ადამიანი ვარ. როცა მე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ასე ვთქვათ, სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შემქონდა, თავიდან 30 არასამთავრობო ორგანიზაცია ვიყავი და ადამიანი, ვინც ხელი მოვაწერეთ იმას, რომ ეს ცვლილება შეგვემსუბუქებინა ამ ადამიანებისთვის. მე ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან, უბრალოდ ეს ერთი მარტივი მაგალითია და ბევრს არ მოვყვები სხვა მაგალითებს. ბოლოს მე დავრჩი მარტო. ანუ მაინც მე გავიტანე, მე არ დავთმე და მორჩა, ჩამომეცალნენ ადამიანები და ასეთი დაყოფა, თქვათ, ერთსულოვნება უნდა იყოს მაშინ ყველასთან. ჩვენს კლავს სახელმწიფო ეთლში მყოფ ადამიანებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, იმით რომ ჩვენ თანაბარი პირობები არ აგვაქვს რეალიზაციისთვის, თვითრეალიზაციისთვის და თუნდაც დასაქმებისთვის, ჯანდაცვისების აუჯახას სასაფონლო წამიყვანა, ხარი ასე სხვა რაღაცისთვის წამიყვანეს, სხვა რაღაცა მტკიოდა და ხარიც დამიმატეს, იმიტომ რომ იმაში ვერ ჩამსვეს. ელემენტარულად სასწრაფო დახმარების მანქანაში და ხარიც დამიზიანეს. ისეთი რაღაცები ხდება და ამ დროს მესმის
მართალია და იქ ვინც დგას და აი ამ ერთსუნოლებას მივესალმები, ეს მართლა ბედნიერებაა, როცა ესეთი ერთად შეკრული იცის ზუსტად რისთვისაც ხარ მან გაცნობიერებული გაქვს, რომ არ დათმობ ყველაზე ძვირფას რამეს, შენს თავისუფლებას, შენს უფლებებს. მაგრამ გამორჩევითი ეს ხომ არ უნდა იყოს, ხომ? ანუ იქიდან იწყება, იმ პატარა რაღაცებიდან, იმ პატარა მხარდაჭერიდან, იმ პატარა თანადგომიდან იწყება სახელმწიფოს აშენება და მოქალაქეობრივი შეგნების ამაღლებაც, ხო? როცა შენს გვერდით ადამიანს უჭირს, აი შიოდა და არ მომხედე, იქ ვიყავი და არ მოხვედი, ხო? მე როცა ასე ვარ და როცა მე ასე ვთქვათ ვიცავდი ჩემს უფლებებს, გავიხედე და გარშემო ნაკლებად კი არა თითოეული ადამიანი იყო. აი ეგ სანამ ამას ჩვენ არ შევიგნებთ და არ გავიაზრებთ, რომ ყველა ადამიანის უფლება და თავისუფლება ღირებულია და არ გავარჩევთ ერთმანეთს მასავით, ხო? ეს ესეა და ის ისეა. აი აქედან იწყება ამ პატარა რაღაცეებიდან, ამ დანახვიდან და აქედან ასე ვთქვათ სახელმწიფოს აშენებას და რა ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ, მამაო? როგორ შეიძლება ამის დაძლევა, ამის შეცვლა? აი ამ ბევრი რაღაცა ვილაპარაკე ახლა მეც, მაგრამ გამიგრძელდა უბრალოდ ეს ჩემი ტკივილიც არის, როგორც ბევრმა აქ თავისი ტკივილი გამოხატა, მაგრამ მე მაინტერესებს ეგ კითხვები მაქვს ყოველთვის და მე ვერანაირად ვერ დავდგები, ანუ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ აი აგრესიას გვერდით როგორ დავუდგე. საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის. ერთი გავს მოგიყვებით. კი ბატონო. ჩემმა ისტორიის მასწავლებელმა მოგიყვა ეს სემინარიაში რომ სწავლობდით სულ მახსოვს. მონები აჯანყდნენ ერთ-ერთ სახელმწიფოში. და ნუ დიდი დაპირისპირება იყო და თავადებსაც აუჭირდათ რომ ყველა რო დაეხოცათ მონაჭირდებოდათ, არა და არ თმობდნენ მონები. თავიანთ უფლებებს ითხოვდნენ. და უთხრეს თავადებმა მონებს, გამოარჩიეთო 20 კაცი, ძლიერი, კუნთმაგარი და ჩვენც წამოვალთო 20 კუნთმაგარი იარაღის გარეშე. არავითარი იარაღი არ ქონდესო. მარტო მუშტებით ვიჩხუბათო და აი ჩვენგანო ვინც გამარჯვებული იქნება, იმისი იყოს ქვეყანაო. თუ თქვენ გაიმარჯვეთ, თქვენი იყოს, რომ სისხლი არ დაიღვაროსო, 20 კაცი ჩხუბი ეყოფაო და კარგიო დათანხმდნენ, შეთანხმდნენ და წავიდნენ ყოველგვარი ხელსაწყოს იარაღის გარეშე ცხენებზე შეჭდნენ, წავიდნენ და დაიწყეს ჩხუბი. ხელჩართული. და ერთ-ერთი თავადი ხედავს, რომ აგებენ. უგებენ მონები უფრო ძლიერები აღმოჩნდა. ფიზიკურად. და გაახსენდა ამ თავადს, რომ მონებს ოცემენ მათრახით. აი ეს მათრახი ქონდა წამოღებული ცხენის უნაგირში ჩარჭობილი მონების საცემი მათრახი. ხო და მივარდა ცხენს, ამოიღო ეს მათრახი და დაატყლაშუნა. დაატყლაშუნა და ამ მათრახის ხმაზე ყველა მონა შედგა. ის ხმა ახსოვდა, ხმა, მონობის ხმა. მონობის ხმა გაახსენა. ყველა შედგა, ყველა გაჩერდა და ამ დროს თავადებმა მოუგეს და დაამარცხეს მონები. რაზე მოგიყვებით ეს? ჩვენი თაობა არის საბჭოთა კავშირის მიერ შექმნილი და უხუცეს თაობას ახსოვს ის ცუდად ახსოვს მათრახის ხმა. ამიტომ არის ბოდიშებს რო იხდიან. რუსებს რო ბოდიშებს რო უხდიან ამ პრობლემს. მათრახის ხმა იცია. მაგრამ თაობამ არ იცის მათრახის ხმა. ამ თაობას მათრახის ხმით ვერ შეაშინებენ. ამიტომ მოვა ის თავისუფლება, მოვა ის თანასწორობა, რომელსაც შენ ითხოვ. ჩვენ ეკლესიაში როცა უმაღლეს ერარქებს იხსენიებთ, იქ არის ესეთი ლოცვა, რომ
მოიხსენე უფარო მართლმკვეთელობა მისი. ეს მართლმკვეთელობა ნიშნავს მართლ განაწილებას, სწორად განაწილებას, სიტყვის და სახის. ანუ გაკვეთილი, ხო იცით, გაკვეთილი მაგას ნიშნავს. როცა ქვეყანაში არ არის სამართლიანობა, ანუ ადამიანები რო გრძნობენ, რომ შენ უსამართლოდ გექცევიან, მაგრამ ვისაც უსამართლოდ ექცევიან, იმას ჯიან. და ვინც უსამართლოდ იქცევა, იმას არ ჯიან. და უსამართლოა. პოლიციელი რომელმაც უნდა დაგიცვას გცემს. აი სად არის მართლ განაწილება სამართლის? თუ ქვეყანას აქვს სამი პურის საშუალება და ამ სამ პურს გაყოფს ყველაზე ის მშიერი ადამიანი, რომელმაც ერთი ლუკმა შეჭამა, არაფერს არ იტყვის, იმიტომ რომ მართლ განაწილებას ხედავს. მაგრამ თუ შენ ყველაფერი შენ მიგაგ და ხალხს მშიერს ამყოფებ, აი ესეთ ადამიანებს, როგორიც თქვენ ბრძანდებით, უყურადღებოდ ტოვებ და არათუ უყურადღებოდ ტოვებ, ყველაფერს უსწავლ, აბა სად არის სამართალი? ბიბლიაში წერია, რომ ებრაელი ერს ეუბნება, ისეთი სამართლიანი ურთიერთობა გქონდეთო ერთმანეთში, რომ სხვებმა რო დაგინახონო და ყველას მოუნდეთო თქვენი ღმერთის განდიდება. სად არის სამართლიანობა? ეს უსამართლობაა. ხალხის ამას ითხოვს, სამართლიანობას ითხოვს. ნუ იქნებით სრულ მოწმე, პირდაპირ 10 ცნებაში წერია. ცილს ნუ დასწამებ, ნიშნავს სრულ მოწმე ნუ იქნებით, ცილს ნუ დაწამებ და ნუ დადგებით სრულ მოწმედ. აი რამდენ სამართალდამცავს ხედავ ჩვენ, რომ სრულ მოწმეები არიან. ეს ხო სამართლის განადგურებაა ქვეყანაში. ეს ხო სრული უსამართლობაა. მე არ ვიცი ამაში თუ ვინმე სამართალს ხედავს და სამართლიანობას ხედავს. უსამართლობის ჭაობში ვარ. არ არის აქ სამართალი. ეს უსამართლობაა. და ზუსტად მაგას აპროტესტებს ის ახალგაზრდობა, რომლებსაც მათრახის თაობასაც ვთხოვ, ვისაც გაიხსენონ იმ მათრახის ხმა და არ შეეშინდეთ, გადალახო. სიმართლის მხარეს დადგნენ ყველა. ჩვენი ყველაზე დიდი რაც შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ, არის ბოროტს არ დაუთმოთ საკუთარი თავი. ძალიან საინტერესო და საღვთისმეტყველო ადგილია, სადაც იოანე ღვთისმეტყველი თავიდან როცა იწყებს თავის ახარებას, ქრისტემ პირველად რო იქადაგა იერუსალიმს საჯაროდ ყველა მირწმუნაო მისი, მარაო ქრისტეო თავის თავს არ არწმუნებდაო მათ, რადგან იცოდაო კაცში რა არისო. აი თავის თავს არ არწმუნებდა, არ აძლევდა. ეს ძალიან რთული გასაგებია, მაგრამ ვეცდები რომ აგიხსნათ. ქრისტემ თავისი თავი მიცა თავის მორწმუნეებს. ესმით, მოციქულებს მიცა თავისი თავი. და პავლე მოციქული ეუბნება კორინთელებს, თქვენო ეჭვიგეპარებათო ჩემშიო, რომ ქრისტე საუბრობსო. და თქილად იყავითო. თქვენშიც არისო ქრისტე, მე მოგეცითო თქვენ ნათლობით. და თავს არ აძლევდაო იმათ. აი ვინც სიცრუეს მხარეს არის, იმას ქრისტე თავის თავს არ აძლევს, ის ვერასოდეს ვერ მიხდება ჭეშმარიტებას. ვინც ერთხელ სიცრუეს დაიჯერებს, ის გამორიცხე. ვერასოდეს ვერ იქნება ჭეშმარიტების მხარეს. და ვის სიცრუის გულისთვის, მამონის გულისთვის, კარგად თქვა უფალმა, მამონ არის სიმდიდრის კერპი. აი სიმდიდრის გულისთვის ძმას რო გაწირავს, იმისგან არ გამოვა არ სამართალდამცველი, არც სახელმწიფო მოღვაწე, არაფერი არ გამოვა.
ვინც ფულის გულისთვის თავისი ქვეყნის მომავალს გაწირავს. აბა როგორ გინდა მაგისგან რამე გამოგვიდეს? არა. ესეთები უბრალოდ უნდა ჩამოშორდნენ. და გზა უნდა დაუთმონ მომავალ თაობას. მაგრამ ესე რომ იმჯელონ ილია უნდა იყოს. ილიამ თქვა ჩემს კალამს დავდებოდა, ვაჟას დაუთმობ გზასვედა. მაშინ ილია უნდა იყო და როცა ასე ხარ ჩამღაუჭებული სკამს, ფულს, სიმდიდრეს არ ვიცი, რაღაცამ უნდა გააკეთებინოს ეს ყველაფერი. არაფრით არ შეიძლება ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. არაფრით არ შეიძლება. ამაში იმას გულისხმობ, რომ ასეთი წინააღმდეგობა ხალხის მიმართ. იქ არ დგას მარტო ბავშვები, მთელი პროფესორები, მასწავლებლები, რა ვიცი, ვისაც მე ვიცნობ, ყველა იქ დგას. ერთი შეეწიოს. ღმერთი შეგეწიოს თქვენ, შეგეწიოთ ღმერთი. მალე იქნებ უსამართლო საქართველოში არ გვეცხოვროს, არამედ სამართლიანში. მადლობა მამაო პასუხისთვის. სხვებს თუ გაქვთ კითხვები? თუ არა და მშვიდობის გილოცავ დიახ. ყველას ანდრია მოციქულის ხსენების დღეს გეწეოდეთ მისი მადლი. ასეთი კითხვა მაქვს, მამო, რა შეიცვალა ადამიანში ისეთი, რომ მას შეეშინდა და ვეღარ მიიღო ის შემდეგი მოწოდება გამხსნისათვის? კარგი კითხვა. ადამიანს უთხრა ღმერთმა. ხო, ადამიანს რამოდენიმე რამეა ნათქვამი, რაც ღმერთმა უთხრა ადამიანს. თქვა ღმერთმა, ღმერთი ამბობს სიტყვას, ესე იგი თქმით ღმერთი სიტყვას აძლევს. და ადამიანში იყო სიტყვა ღვთისა. სიტყვა ღვთისა, რომელიც განკაცდა. ადამიანისთვის იყო, ადამიანს ღვთის სიტყვა ჰქონდა. ჭეშმარიტება იცოდა და ჭეშმარიტება იყო მასში. სიმართლე იყო მასში და სიცრუეს დაუძერჯერა. სხვათა შორის ესეც ძალიან საინტერესოა. ეშმაკი სატანა არის ებრაული სიტყვა და ნიშნავს მოწინააღმდეგეს. და აი ეშმაკს სახელს შევცვლი და ვიტყვი მოწინააღმდეგე, ანუ ღმერთის მოწინააღმდეგე ადამიანს ეუბნება, შენ ამას რო შეჭამ ღმერთი გახდები, ანუ ღმერთის წინააღმდეგ გამხედრებს და ადამი წესით მოწინააღმდეგე ხდებოდა უკვე ღმერთის. და მოწინააღმდეგე ეშმაკმა მოწინააღმდეგე, ანუ სატანამ მოწინააღმდეგე გახადა ადამი ღმერთის. და ანუ მოწინააღმდეგე ნიშნავს მოშორდა ის სიტყვა. ეს არის შიშველია, ვისაც სიტყვა ღვთის სიტყვა მოშორდება. სულის შესამოსელი ეს ღვთის სიტყვა, სულის სამკაული ღვთის სიტყვა, სულის აი ყველაფერი ღვთის სიტყვა, ღვთის სიტყვაა საკვები. და როცა ჭეშმარიტება უარყო, ჭეშმარიტება მოშორდა და განშიშდა და შეეშინდა უკვე იმ სიტყვის, რომელ სიტყვაზეც უარი თქვა. ეს მოშორდა. ამიტომ თუ დააკვირდებით, რომ აი ადამიანები, რომლებიც განცხადებულად ამბობენ თუნდაც თავიანთ პოლიტიკურ კურსს, ასე შემდეგ, ის უფრო პატივსაცემია, ვინც გატყუებს. გეუბნება, აქეთ მიყავ და სხვაგან მიყავ. ეს უკვე ეშმაკისგან არის. არის კიდე კითხვა. ვარ გაითიშა. არა, ისმის თქვენი ხმა კარგად მამაო. მეგობრებო, თუ კითხვები გაქვთ, დავსვათ, თუ არა დამამადუროთ ეს. თუ დაგთანხმდება, მე კიდევ ვთხოვოთ ერთი შეხვედრა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს აუდიტორიისთვის და ბევრი ადამიანისთვის და
ჩანაწერი კი დაიდება, გავაკეთებთ. სხვები გაქვთ კითხვები კიდევ? თუ შეიძლება მეც მე ქვია ეკატერინე სრული სახელი და ძალიან მნიშვნელოვანია მართლა ყველაფრის მოსმენა მეც სრულად შემთხვევით ეს მედროვეობის ინსტრუმენტი რაც არის სოციალური ქსელი და ინტერნეტი იქ წავაწყდი მამაოს ქადაგებას და ჩემთვის ეს იყო მართლა სული საკურნებელი იმიტომ რომ რთულია რთულ დროში ვართ და რაც უნდა ვიძახოთ ახლა მე პირადად ალბათ მაინც გამოვდივარ მხარე ის მხარე რომელიც დგას ყოველდღე და გნებავთ იცავთ და ვარქვათ გნებავთ იბრძვის და რთულია ცხადია როცა სხვა მხარეს არიან ჩვენი ახლობლები რომლებიც ასევე უფლის სახელით საუბრობენ ხო ხედავთ ჩვენ ამას და ჩემთვის ეს არის უფრო გარეგნულ ხატებებში გამოხატული უფალი და არა ის რაც თქვათ არის ზუსტად სიტყვა და ცხადია ადამიანებს გვიყვარს ერთმანეთი ღმერთმა დაგვიფაროს რომ არ გვიყვარდეს თუმცა ამ წუთში რაღაცნაირად ესე გამოდის რომ ვართ მხარეები ჩემთვის ეს ბევრ სხვადასხვა აი ესეთ იმაში ჭრილში რომ დავინახოთ ეს ყველაფერი მამაოს აზრით საინტერესო იქნება ეს არის ერთი მხრივ თვითონ ადამიანის განვითარების გზა ხო რომელ გზაც ვირჩევთ საით მივდივართ ეს არის ერის გზა რომელიც რაღაც განვითარებას გადის და რაღაც რთულ პერიოდშია შეიძლება ერიც გადარჩენისთვის იბრძვის და მესამე ეს არის ქვეყნის გზა ხო სად მიდის ქვეყანა და აი ეს გზა რომელიც არც ჩვენით ასრულდება დარწმუნებული ვართ და ნამდვილად იპოვის ჩვენი სამშობლო ამ გზას და შეიძლება ჩვენ ვართ აქ პატარა ჭიანჭველები და პატარა ჭანჭიკები ამ ყველაფერში აი თვითონ ქვეყნის განვითარების გზაზე სარწმუნოებასთან კავშირში როგორ შეიძლება ამის დანახვა სად არის ხა საქართველო და რა გზას გადის რა ბრძოლას იბრძვის რას იცავს საით მიდის აი ამაზე თავის მოსაზრებას თუ გაგვიზიარებს სარწმუნოება თავისუფალი და მართალი და სწორი განსაკუთრებით მართლმადიდებლობა მაშინ იქნება როცა მის გამოყენებას სახელმწიფო მმართველები შეწყვეტენ როცა მის სახელს ამოფარებას შეწყვეტენ და როცა სამღვდელოება შეწყვეტს თანამშრომლობას რაღაც პირადი სარგებლებისთვის სახელმწიფოსთან აი ეგ არის ყველაზე სწორი და მართებული რაც შეეხება ევროპას ყველაფერი ევროპული ესეთი რამე არ არსებობს ევროპაც განსხვავებულია საბერძნეთი სულ სხვანაირია იტალია სულ სხვანაირია ფიქრებით წესებით იქიდან ჩამოვედი ახლა სხვადასხვა საბერძნეთიდან იქაც სხვანაირად აზროვნებენ ამიტომ იქ განსხვავებული აზრებია და განსხვავებული აზრის გამო არ კლავენ ყველაზე ცუდი ეგ არის პავლე მოციქული ამბობს რომ კორინთელებს ეუბნება მეო გავიგეო რომ თქვენ შორისო კამათი ყოფილაო და ესო კარგიაო ესეთი ერთსულოვნება და ერთი ისა მარტო რა ერქვა იმ კომუნისტების შეკრებას პლენუმი თუ რაღაცა იქ იყო ყველა ტაში და ახლა ჩრდილოეთ კორეაშია ეგეთი ქვეყანა თუ გვინდა მაშინ რა ვიცი წავიდეთ ჩრდილოეთ კორეისკენ და ის კამათი თუნდაც უბრალოდ ყველაზე ცუდია აგრესია თორე იქნება ჩვენს ქვეყანაშიც კამათი იქნება შემდეგაც იქნება კამათი შემდეგაც იქნება როგორ ჯობია რა ჯობია რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს მაგრამ არ უნდა იყოს ეს აგებული მარტო ერთპარტიულობაზე ერთ კაცზე და რაღაცა ერთ იდეაზე რომელიც მარტო ამათ უნდა და всё მორჩა გათავდა ყველაფერი სხვა დანარჩენი მწვანე ეგ არ შეიძლება სარწმუნოებაც მაშინ უფრო ხარობს როცა რამდენადაც შეიძლება მოშორებულია ძალაუფლებას რამდენადაც შეიძლება მოშორდება ძალაუფლებას და ძალაუფლების მქონე ადამიანები
არ დაიწყებენ ეკლესიის ამოყენებას პირიქით ეკლესიას იქეთ მოусმენენ და არა ის რომ ეკლესია მათ უსმინოს. ეს სხვათა შორის კარგადაა აქ აღწერილი, თუ გაინტერესებთ ეს როგორ არის და რა არის, ძმები კარამაზოვებში დასტაევსკის აქ კარგად აღწერილი, იქ მამაოს საუბრებია, რომელიც ამბობს, როგორ უნდა იქცეოდეს სახელმწიფო ეკლესიასთან. Občit. მე მგონი მოვჭით. ძალიან დიდი მადლობა მამა დოროთე. აი უღრმესი და გამოთქველი მადლობა გათმობილი დროისთვის, მხარდაჭერისთვის, იმ სიტყვებისთვის, რაც და იმ შინაარსიანი და აზრიანი ვებინარისთვის, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის მართლა საზრდოა და მართლა არის დასაფიქრებელი და გასააზრებელი და გასაცნობიერებელი და ბევრისთვისაც გარშემო. მადლობა რომ გვაძლევთ თქვენთან შეხვედრის ბედნიერებას და შესაძლებლობას ზოგადად თქვენი მოსმენის შესაძლებლობას რომ გვაძლევთ. ძალიან გვიხარია ფონდს პირველ რიგში და ბედნიერების ფონდის სახელით გიხდით პირველ რიგში მადლობას და ჩემგან განსაკუთრებული მადლობა. აი არ ვიცი პირველი შეხვედრიდან რაც თქვენ შეხვდით, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ხარ და მიყვარ ხარ და სულ ამას ვიხსენებ ხოლმე, როცა დედავები რომ მოდიოდნენ ჩემთან მონასტრიდან და როცა ვამბობდი რომ მამა დოროთე მიყვარს და თქვენც რა გეუბნებოდით რომ მიყვარ ხარ. როგორ შეიძლება ესე ბევრს უთხრა? მე ვუთხარი რომ შეიძლება. მე ვუთხარი რომ შეიძლება, იმიტომ რომ მიყვარს. ასე რომ თქვენი ისიც მახსოვს. სულ და სულ მომყვება ეგ კითხვა, როცა პირველად შევხვდით ეკლესიაში და მითხარით აი ღმერთი რომ შეგხვდეს, დასეთყვი ღმერთს. ღმერთთან შეხვედრისას. არა, ესეთი აზროვნება მე როგორც გაკ შენ ერთი საინტერესო ადგილია, რომ რაღაც ჩვენ სახარებას რაღაც განმარტებით და ნუ ჩაღრმავებით კითხულობთ და რაღაც განმარტავთ ჩვენთვის და აი ბრმაზე რო ეკითხებიან ვინცოდაო ამის მშობლებმა თუ ამის თუ თვითონო და ქრისტეუნება არც ამის მშობლებმა არც მან არამედ რათა მის მიერ განდიდეს ღმერთი. აი მასში განდიდეს ღმერთი, რაღაც ესე არის რა, მასში განდიდეს ღმერთი. და მის მიერ განდიდეს, მასში განდიდეს ღმერთი, იქ ბრმასთან ადამიანი რომელსაც თვალი აეხილა და რომელიც ბრმა იყო წინი არ იქნება და წაკითხული, ხო არაფერი. და ისეთი გონიერია იმ ორი ფეხის, ორი თვალის, ორი ყურის ყველაფრის მქონე ფარისევლები, რომლებსაც სოფლიო არ ექნებოდა დატოვებული და წიგნები და ყველაფერი იცოდნენ და სინედრიონის წევრები იყვნენ და ესეთი პატივცემულები იყვნენ, იმათ ისე ამხელს, იმათ უგუნურებას მე არ ვიცი, მასში განდიდდა, მართლა ისე განდიდდა ღმერთი, რომ რაღაც საოცრება მოხდა და ამიტომ ზოგჯერ ადამიანი ახ ქალბატონის გამოვიდა, რომელსაც ესე ბავშვი გარდაცვლია, იცით ხე ნაყოფით განიკითხებაო და ის ბავშვიც ამის მიერ ცხონდება და ეს ქალბატონიც იმ ბავშვის მიერ ცხონდება. იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენ განსაცდელი ისე დიდ ადამიანად გვაყალიბებს, რომ შეუძლებელია განსაცდელი არ მქონე ადამიანი მიხვდეს ამდენ რაღაცას. ამიტომ დღესაც რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ხო ეს განსაცდელია, დიდი განსაცდელია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსაცდელია, ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოდის გონს და ძალიან ბევრი იწყებს სწორად დანახვას და სწორად ხედვას. სად არის თეთრი და სად არის შავი. ამიტომ რა ვიცი, თქვენ ღმერთმა ამოგირჩიათ
რადგან ხედავ რომ როგორც თქვენ აზროვნებთ, ბევრი ესე ვერ იაზროვნებდა და სწორი ხედვა გაქვს, სწორად უყურებთ, სწორად განსჯი და ეს განსჯის უნარი ღვთისგან არის. შენში ღმერთია და იმიტომაც არის ესე ყველაფერი შენში სწორად აწყობილი და დალაგებული. აი მე უდიდესი მადლობა. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. გაგახაროთ ღმერთმა ყველა და მშვიდობა მოგცეს და სიხარული მოგცეს ღმერთმა თავისუფლებაში და სიყვარულში და ბედნიერების განცდაში გაგვახაროს ამით ღმერთმა და მადლობა თითოეულ თქვენგანც ვინც შემოხვედით, ვინც ფონდის, ვისთვისაც ფონდის ვებინარები მნიშვნელოვანია, გასახარია, კიდევ ბევრი ადამიანი მოусმენთ და მჯერა რომ დღეს ბევრი იმიტომ ბევრი შემოვიდა რომ იქ აქციებზე დგას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ვდგავართ იქ, სადაც შეგვიძლია, ყველა ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია და ღმერთმა შეგვიწიროს ეს ყველაფერი სასიხარულო და გასახარად პირველ რიგში ჩვენი სინდისის წინაშე და მერე სინდისი ჩვენში, ასე ვთქვათ, ურცხვენელით აპირით აღმოსთოთ, როგორც წერია იმაში ხო? ლოცვაში ურცხვენელით აპირით აღმოსთოთ, იდევის მეტყველება და მადლობისა შეწირვადო და ზუსტად ეს მადლიერებაც და ეს ურცხვენელი პირი ალბათ ის არის, რომ სიმართლის ხარეც არ მინდა ამას დავარქვა საერთოდ, სიმართლეში ვიხოთ და შევეცადოთ მაინც მაქსიმალურად და პირველ რიგში ამას ჩემს თავს ვეუბნები. მადლობა უდიდესი, მამა დოროთე. საქართველოს დიახ, მამა. ისეთი სიკეთეების კეთება, რომელიც არის ფარული, ბევრს არ შეუძლია სამწუხაროდ. ყველას უნდა ისეთი რაღაცა გააკეთოს, რომ გამოჩნდეს და ახლა ეკლესიაშიც დაიწყეს, რომ ვიღაცა გაჭირვებულს რაღაცას მიუტანენ, ფოტოს გადაიღებენ იმასთან და რაღაცა საჩუქარსაც გადაიღებენ. ქრისტემ ჯონა მარიცოდეს, რასაკეთებსო შენი მარცხენა მარიცოდეს, რასაკეთებს მარჯვენაო. რა საოცარი კაცი იყო უბრალოდ რომ დავფიქრდებით ის სამარიტელი. ებრაელები მათ ადამიანებად არ თვლიდნენ. გამარჯვებას არ ეუბნებოდნენ და დაინახა ნაცემი ებრაელი, რომელიც სიკვდილის პირას იყო მიყვანილი. ზეთი დაასხა, ღვინო დაასხა, შეუხვია, წაიყვანა საავადმყოფოში. საავადმყოფოს იმას უთხრა, რომ აი ამას მოუარევ ამ კაცო. არ იცნობდა იმ კაცს და არც ის კაცი იცნობდა ამას. მოუარევ. აქეთ რო დავბრუნდებიო, თუ მეტი დახარჯეო, კიდე მოგიტანო. აქეთობისას. და არავინ არ იცოდა ეს უბრალოდ ქრისტემ ხო გითხრა, მაგრამ ხო იყო ის კაცი, არ იცოდა არავინ ის კაცი და არც არავის ეცოდინებოდა. აი რატო აკეთებდა ამას, ხო? ღმერთი როგორ გაკეთებულ სიკეთეს უყურებს. აი ღვთის წინაშე სიკეთის გაკეთება არ ვიცით სამწუხაროდ. ამიტომ თუ ვინმეს უნდა ღვთის წინაშე სიკეთის გაკეთება, დაეხმაროთ თქვენს ფონდს. ის კაცი არ მოელოდა. სიკეთეს როცა აკეთებდა ხო როცა რაღაცა ზელი ამ სიკეთიდან ის არ არის სიკეთე. კარგია, მაგრამ სიკეთე არ არის. კარგსა და სიკეთე შორის სხვაობა. ამიტომ ვერთმა ქნასო გამოგიგზავნოთ ესეთი ადამიანი, ვისაც ღვთის წინაშე უნდა სიკეთის გაკეთება და რადგან ასეთ ხალხს უყურებს ღმერთი. იმ კაცმა არ იცოდა ღმერთიც რო უყურებდა, არ იცოდა, მაგრამ მე გეუბნებით რომ გიყურებთ ღმერთი და ჩვენც რაც შეგვიძლია ვაკეთებთ და რაც არ შეგვიძლია დანარჩენი ღმერთმა იცის. აი ჩვენ ესეთი პრინციპით მუშაობთ, ყველა მოხალისეობრივად ვართ აქ და ბედნიერების ფონდი არის ადგილი, სადაც ჩვენ შეგვიძლია გავცეთ სიკეთე, თუ კი შეგვიძლია და არავის არ ვავალდებულებთ, რომ გინდა თუ არა, აი შესაძლებლობის და სრულის ფარგლებში ჩვენ რაც შეგვიძლია ვაკეთებთ და დანარჩენი ღმერთმა იცის და დანარჩენი კი არა, ყველაფერი ღმერთმა იცის. ასე რომ მადლობა უყურმესი მამა დოროთე დაგლოცეთ და კიდევ შევხვდებით, იმედი მაქვს თქვენი ნებართვით. ასე ვთქვათ, კიდევ გვინდა რომ მერე დაგვითმოთ დრო და ასე ვთქვათ, გავახაროთ ბევრი ადამიანი თქვენი სიტყვის მოსმენით. საქართველოს და მერე შევხვდებით. აუცილებლად. ჩვენ საერთაშორის ფეხბურთიც უნდა ვითამაშოთ, ხო გვახსოვს? თუ როგორ არის? დავდგეთ ჩვენ მანდ, სადაც ვდგავართ და
მადლობა ღმერთს და მადლობა თქვენ მამა დოროთე და მადლობა თითო მადლობა.